მისაღებად. Თქვენი დასწრება არის იმას, რომ მედია ლავაც აქტუალურია და მედიის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შესაბამისი მონაცემები შევაგროვე, რაც შეიძლება ზოგი შეიძლება მაგთან იყოს თქვენთვის ნაცნობი, ზოგი უცნობი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც საინტერესო იქნება შედეგის თვალსაზრისით. ჩვენი დისკუსიის დღევანდელი თემა არის რა შეიცვალა არჩევნების შემდეგ ჟურნალისტებისთვის, რეგიონული მედიის წინაშე პრესასებული სირკულეები და როგორი მდგომარეობაა საჯარო ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. საკმაოდ ვრცელი თემაა, ამიტომ მე ერთგვარი თავები მაქვს გაკეთებული და დავიწყებ ჯერ ზოგადი მიმოხილვით. შემიძლია ვთქვა საკუთარი გამოცდილებით და ისე როგორც კოლეგებთან ურთიერთობით, რომ საჯარო ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და არჩევნების შემდგომი სიტუაცია. პრაქტიკულად აჭარის ყველა საჯარო სამსახური ძალიან ოპერატიულად ცდილობს რომ თანამშრომლოს მედიასთან და აწვდის ინფორმაციებს. ამ კუთხით არის ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ჩემი აზრით გასაკეთებელი, რაზედაც მედია კლუბმა უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს. არ ვიცი ამას როდის მიეცემა კანონის სახე და მიეცემა თუ არა საერთოდ, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ ელექტრონულ ფორმატში ურთიერთობა მიეცემა კანონიერი ძალა. რადგან ამით გამარტივდება კიდევ უფრო ეს ურთიერთობა და მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტები აი ამ ოფიციალურ წერილების წერაში, გაგზავნაში, მიტანაში, პოსტის მეშვეობით და ესე შემდეგ არ უნდა ხარჯებდნენ დროს და ენერგიას, ისე როგორც საჯარო სამსახურები. ასე მგონია, რომ არ შეიძლება ამაში დაიხარჯოს ფინანსები, რასაც პოსტის მომსახურება ჰქვია. საკმაოდ დიდი თანხებია ეს შეიძლება ვუყურებთ. რაც შეიძლება ეხლა რეგიონული მედია, რომელიც ინფორმაციებს ითხოვს ცენტრალური საჯარო დაწესებულებებიდან, ესევე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან აქტიურად ცდილობენ პრესამსახურები ითანამშრომლონ მედიასთან, მაგრამ ერთადერთი აქილევსის ქუსლი, ყველაზე რთული საურთიერთობო, რომელიც პრაქტიკულად ძალიან ცოტად შეიცვალა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო ურთიერთობა ამ სამსახურის პრესამსახურთან. ამ სამსახურს ჯერ კიდევ აკრძალული აქვს, მე არ მინახავს, მე ვიცოდი, რომ ადრე არსებობდა დადგენილება სპეციალური მინისტრის, რომელიც აკრძალავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი რამის მოხელეს კომენტარის გაკეთებას. ეხლა ამობენ, რომ მსგავსი დადგენილება არ არსებობს, მაგრამ ჩვენ მაგალითად და ისე როგორც ამაზე ძალიან ბევრი ჟურნალისტი საუბრობს, ვერ მოვახერხეთ ერთ ერთხელ რეგიონის თქვა, თუნდაც მთავარი სამმართველოს უფროსის ჩაწერა. ჩვენ გვქონდა ესეთი პრაქტიკა, რომ პრესამსახური ითხოვს, რომ მასწავლებლებს კითხვები ამას მითხრის, რომ დროს გავს მე ვერ ხვდები რანაირ შეიძლება რომ დაიზომოს იმ შემთხვევაში, როდესაც წერ, ან ლაპარაკს უფრო ნაკლები დრო ჭირდება ალბათ ვიდრე წერას. და ისინი ამას გვიმზადებენ და ამობენ, რომ ეს არის მომზადებული თქვათ მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ მომზადებული კომენტარი. თუმცა ჩვენ არ ვიცით, ეს რამდენად არის მთავარი სამმართველოს პირობითად ვიძახე ახლა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის მიერ მომზადებული კომენტარი. იქნება ეს პრესამსახურის მიერ მომზადებულია. ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა. ყოველ კითხვის შემდეგ ვეუბნებიან, რომ შემდეგ თვეში ეს გადაიხედება და ჟურნალისტებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაწერონ ეს პოლიციის თანამშრომლები. განსაკუთრებით პოზიტივი ჩემი ხედვით ამ პროცესებში არის ის, რომ ჟურნალისტებს მიეცათ შესაძლებლობა დასვან კითხვები ქვეყნის პირველ პირებს. ახლა გამოყოფით გიძინა ევანიშვილის პრაქტიკას, ის ხდება როგორც ნაციონალური მაუწყებლობის წარმომადგენლებს, ისე პრესის წარმომადგენლებს და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს. ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა. ამით დარწმუნებული ვარ, რომ სარგებელს მიიღებს როგორც მედია, ისე თვითონ ხელისუფლება და ზოგადად რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანა ეხეირებს ამით, რადგანაც ეს არის დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება.
მაგრამ ხო მინდა ახლა ისე თქვა რომ პრეზიდენტმაც მიბაძა პრემიერ-მინისტრს და ბოლო 9 წლის განმავლობაში მოგახსოვს რომ არც ერთხელ არ ყოფილა შესაძლებლობა პრეზიდენტის ჟურნალისტებს დაესწრებოდნენ, მაგრამ ეხლა ეს შესაძლებლობაც გაჩნდა. თუმცა სხვაობა არის ამწვევად ჩემი აზრით პრეზიდენტი ისევ რაღაც გარკვეულ სტერეოტიპულ გარემოში ურთიერთობს ჟურნალისტებთან, ანუ არჩევენ ისინი ძალიან მკაცრად და იმ ჟურნალისტებს და მათთან შეხვედრა მათ მხოლოდ გარკვეულ ესე ვთქვათ შემთხვევაში ტელევიზიის ჟურნალისტებს აქვს პრეზიდენტისთვის შეკითხვის დასმის შესაძლებლობა. განსხვავებით პრემიერ-მინისტრისგან, რომელიც ამბობს, რომ ყველას ხდება და ყველა კითხვას პასუხობს. გახსოვთ თქვენ პრეზიდენტი ამბობდა, რომ ის არ კითხულობდა პრესას, რასაც ჰქონდა ძალიან ცუდი რეზონანსი, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა აკრეფახას ბოლო პრესკონფერენციაზე რეგიონულ მედიასთან თქვა, რომ მას არათუ ნაციონალური პრესის გამოქვეყნებული სტატიები, არამედ აინტერესებს მნიშვნელოვანი სტატიები, ის მნიშვნელოვანი სტატიები, რაც იბეჭდება რეგიონულ პრესაში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი, ძალიან კარგი, რადგან ეს საბოლოო ჯამში აი ამ სტიგმას, რომ პრესა არის რაღაც მახინჯი წარმოადგენს საქართველოში, აი ამას მოხსნის და მე მგონია, რომ პრეზიდენტი ამ მხრივ იბაძავს პრემიერ-მინისტრს. ეხლა რაც შეეხება ნაკლოვანებას, რაც მე როგორც ერთმა ჟურნალისტმა დავინახე აი ამ ურთიერთობის დროს, ეს კრიტიკული გაცდა გამოჩნდა ძალიან კარგად პრემიერ-მინისტრმა გამართულ მიტინგებზე, რომ ჟურნალისტების ნაწილს უმჭირს კითხვების ჩამოყალიბება და უბრალოდ მოსაზრებების დონეზე ურთიერთობენ პრემიერ-მინისტრთან, რაც ძალიან შემაშფოთებელია ჩემთვის, როგორც ერთი ჟურნალისტისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ეს ჟურნალისტები, როდესაც ნახავენ თავიანთ თავს, როდესაც აი ამ ბრიფინგიდან გამოვლენ და ნახავენ განმეორებით თავიანთ თავს, აი ამ ფორმატში არ მოეწონებათ ეს და გადახედავენ თავიანთ დამოკიდებულებას. ძალიან მიუღებელი იყო ასევე ეს ფამილარული ტონი, რაც განსაკუთრებით გამოჩნდა რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს, როცა ჟურნალისტები, სხვადასხვა მედიაზე წარმოადგენლები რაპორტითაც ისინი პრემიერთან ურთიერთობდნენ. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დაარღვევს თითოეული ჟურნალისტის პროფესიონალიზმს და ზოგადად ეს აკნინებს რეგიონულ მედიას. მე ვნახე შემდეგ კომენტარებიც, როდესაც სხვადასხვა ადამიანები ამაზე აბსოლუტურად სამართლიანად აშარჟებდნენ აი ამ ფაქტს და მე მგონია, რომ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით ამ ბევრი რამ იქნება შესაძლებელი და ეს არის შესაძლებლობა სწორედ იმისთვის, რომ ჟურნალისტებმა ისწავლონ როგორ ურთიერთობენ სახელმწიფოს უმაღლეს პირებთან, როგორ დასვან კითხვები. ეხლა რაც შეეხება ვთქვათ, ცალკე თავად მაქვს ესე გამოყოფილი ეგრეთ წოდებული სკანდალი დავარქვი მე მაინც. დღეს ხდება ძალიან საინტერესო პროცესი, ალბათ ადევნებით თვალს, ფოთში ჟურნალისტმა ელისა ჯანაშიამ, რომელიც არის ონლაინ გამოცემის რედაქტორი, მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს ხოვნით, რომ მის მიმართ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ახორციელებს შანტაჟს და ზეწოლას ახორციელებს. პარალელურად, როგორც მე ვიცი, ფოთში იკრიბებიან მაჟორიტარის მხარდამჭერები და თუ ფეისბუქის მონაცემებს ვენდობით, ისინი სწორედ იმ ფაქტის გამოხმაურება, მათ მიზანი იმ ფაქტის გამოხმაურება, რაც ელისა ჯანაშიამ პრემიერ-მინისტრთან ბრიფინგზე განაცხადა. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პრაქტიკა იქნება, პრაქტიკა არის ურთიერთობის და შესაბამისად ეს
აუცილებლად ცუდად აისახება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მე ვფიქრობ, რომ ამას ცუდი შეფასება იქნება. მე დეტალებს არ ჩაუხმავდები, ჩემთვის როგორც ერთი ჟურნალისტისთვის მიუღებელია შეკრება იმ მიზნით, რომ ჟურნალისტი გაგიწყოთ ეს რაღაც ძალიან მაღალი პრაქტიკას გავს და მე აქედან მეხმაურები ამ ფაქტს. გარდა ამისა, მე ვიცი, რომ იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტი გელამ გივლიშვილის, ეს არის კახეთში მოქმედი ჟურნალისტი, ისიც ონლაინ გამოცემის რედაქტორია, ჰქონდა ცოტა სხვა ტიპის პრობლემები პოლიციასთან და ის მას დაგვებოდნენ და უძებდნენ ორივე მხარე ერთმანეთს უბრალოდ და ვიცით, რომ ჟურნალისტს აქვს გადაღების უფლება, მაგრამ პოლიციას არ აქვს ესე ადამიანების გადაადგილება და აფიქსიროს мотиваციო. გარდა ამისა, არის ერთი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტმა ერთადერთი შემთხვევა ვიცი, მე რაც ახლა შეგამოვა ინფორმაციები, როდესაც ჟურნალისტმა გამოითხოვა ინფორმაცია და მას არ მიეწოდეს ეს ინფორმაცია და ის აპირებს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი, არჩევნების შემდეგ ინფორმაციის მიღების გამო ეს იქნება პირველი სარჩელი, ჯერ არ შესულა. ეს არის ჟურნალისტი გელამ გივლიშვილი, რომელმაც ასე შინაგან საქმე და სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია ყველა პროცედურის დაცვით და ათღიანი ვადაც გავიდა, შემდეგ ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანეს, მასზე ისე როგორც წინა დროს გვახსოვს, არანაირი რეაგირება არ მოხდა და მე რაც ვიცი, ის აპირებს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში სარჩელი შეიტანა ჟურნალისტმა ამერიკის წინაშე დგას. მან უჩივლა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, როგორც მახსოვს, პროფესიული ღირსების შელახების მის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს საია. მე ცოტა დაწვრილებით ვისაუბრებ იმ ფაქტებზე, რაც მახსოვს, ვთქვათ, რაც ვიცი ჩვენ რეგიონთან დაკავშირებულ ფაქტებზე. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ მათ უმაღლეს საბჭოში ჰქონდათ გარკვეული დისკომფორტი, უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე მათ მუდმივად მოუწოდებდა, ეს რაღაც დიდაქტიკურ რეჟიმში ამბობდა და მუდმივად მიუთითებდა, თქვათ, როგორ მოქცეულიყვნენ. აქ არიან ჟურნალისტები, რომლებიც ამას დამეთანხმებიან, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა კერძო საუბრები ამ საკითხზე და ბოლოს მიიღო იმანის ფორმა, რაც იყო, რომ ნინოს უბრალო ის იყო მარტივარა და ზუსტად ამის გამო შევიდა სარჩელი. გარდა ამისა, იყო ჩემი აზრით ძალიან უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც უმაღლეს საბჭოში მიიღეს გადაწყვეტილება. არ ვიცი, აქ მარინა კუპრაიშვილი, რომელიც უფრო დეტალურად გვეტყვის ჩემი გამოსვლის შემდეგ, იყო თუ არა ეს ამ სახით, როგორი ინფორმაციაც მე მაქვს. როდესაც გადაწყვეტეს, რომ ჟურნალისტები, რომლებიც დააგვიანებდნენ, ისინი არ უნდა შესულიყვნენ, აღარ შევიდნენ უმაღლესი საბჭოს შენობაში. მე ვფიქრობ, ეს ერთგვარი კანონის დარღვევაც არის, რადგანაც ვიცი, რომ ჟურნალისტები, რომლებიც შიგნით დარჩნენ, ისინი ვეღარ ახერხებდნენ გამოსვლას. ანუ ეს რაღაცა ერთგვარი რაღაც ტიპის კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, არ მინდა ეხლა გამომიყენო ისეთი ტერმინები, როგორც არის სისხლის სამართლის კოდექსი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, საკმაოდ გართულდა სიტუაცია, როდესაც აჭარის მთავრობასთან ურთიერთობაში ჟურნალისტებს ჰქონდათ პრობლემები, როდესაც მათ უნდათ შესულიყვნენ აჭარის მთავრობის სხდომაზე და მათ განმარტეს, რომ არ იყო ეს შესაძლებელი ფართო ფართის უადგილობის გამო. ეს არის ყველაზე ნაკლები პრობლემა, რაც წესით აინტერესებს და აღიარებს ჟურნალისტს. აჭარის მთავრობა ცხადია იყო აღებული, რომ ეს პრობლემა გადაეწყვიტა და ასევე არის პრობლემები აჭარის მთავრობის პრესამსახურთან ურთიერთობაშიც. ეს არ არის მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორც ჩვენ გვახსოვს, მაგრამ ეს არის პრობლემები, რაღაც საწყის გავს. როდესაც თქვათ იყო ეს შემთხვევა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჯერ კიდევ თურქეთში იმყოფება ვიზიტად. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, როდესაც თურქეთში წავიდა, მას თან ახლდა მხოლოდ
რამდენადაც მივიცი, აჭარის ტელევიზია სხვა მედია ორგანიზაციებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, თქვა სურვილი შემთხვევაში წასულიყო მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტის გასაშუქებლად, რადგან მათ ამის შესახებ უბრალოდ ინფორმაცია არ ჰქონდათ. და როდესაც ჟურნალისტებმა პრესამსახურის წარმომადგენლებს, მთავრობის პრესამსახურის წარმომადგენლებს დაუშვეს კითხვები ამ საკითხზე, უცნაური კომენტარები გაკეთდა ჩემი აზრით, აბსოლუტურად მიღებული კომენტარი, რომ ეს იყო მათი გადაწყვეტილება. უბრალოდ გაუგებარია, რანაირად შეიძლება აჭარის მთავრობის პრესამსახური იღებდეს გადაწყვეტილებას, რომელმა მედიამ რა უნდა გააშუქოს. ეს არის ჩემი აზრით წარმოუდგენელი და მე იმედი მაქვს, რომ მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდება. მინდა მოკლე მიმოხილვა გავაკეთოთ ტელევიზიებთან დაკავშირებითაც. ჩვენ ვიცით, რომ მალე იქნება კიდევ ერთი ტელევიზია ტაბულა, რომელმაც დაიწყო პრაქტიკულად გამოწყებლობა, მაგრამ ჩემი სამიზნე ამ შემთხვევაში იქნება კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ. მე რამდენადაც ვიცი, საქართველოს პარლამენტში შესული არის 3 კანონ პროექტი, 3 სხვადასხვა კანონ პროექტი. ერთის ავტორები არიან აჭარის უმაღლეს საბჭოს დეპუტაცია, რომელსაც წარადგენს მურმან პარლამენტში. ერთის ავტორები არიან მედია კოალიცია, რომელმაც ასევე წარადგინა პარლამენტში თავის კანონ პროექტი და ერთის ავტორები არიან, როგორც მე ვიცი, თვითონ საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებული ჟურნალისტების მიერ დასაქმებული ჟურნალისტები არიან ავტორები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან საინტერესო მოცემულობა, რადგან 9 წლიანი თუ უფრო მეტი წლიანი არ ვიცი, მდგომარეობა, როდესაც აჭარის ტელევიზია იყო მუდმივი კრიტიკის საგანი მისი სტატუსის გამო, როდესაც აჭარის ტელევიზიის გამო საქართველოს პოლიტიკას მუდმივად მიუხედავდა საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსები, ამ ტელევიზიის საშველი არ იყო და მას სტატუსს არ უსურვდა. ეხლა რამდენადაც ჩემთვის მოგვიძლია ნებისმიერ შემთხვევაში აი სამი კანონპროექტი რომელიც არ უნდა გავიდეს, ნებისმიერ შემთხვევაში რეგულირდება აჭარის ტელევიზიის სტატუსი. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია მედია კოალიციის მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა უკვე ორ კომიტეტში მას უმრავლესობა მხარი დაუჭირა. ეს არის განათლების კომიტეტი და ასევე ადამიანის უფლებათა კომიტეტი. ვიცი, რომ ორშაბათს უნდა შევიდეს ეს პროექტი ვახტანგ ხმალაძის კომიტეტში, მოსას განსახილველად და თუ ამას დაუჭერს ხარს ეს კომიტეტიც, ერთი კომიტეტი ექნება მას კიდე გასავლელი. შემდეგ 35 წლის ვადაში უკვე გაივლის ეს კანონპროექტი ბიუროს და მერე სავარაუდოდ ერთ კვირაში შეიძლება დამტკიცდეს კანონპროექტი, რომელიც მოამზადა მედია კოალიციამ. მე ცოტა მეც გავჩერდები ამ კანონპროექტზე, რადგან შინაგანაც და ისედაც გაცხადებული მაქვს, რომ მე ყველაზე უფრო ადეკვატური მგონია, რომ ეს კანონპროექტია, ყველაზე უფრო საზოგადოების ინტერესებთან დაახლოებული ეს კანონპროექტია. ამიტომაც მე მას ამ კანონპროექტს ზედმეტ შევჭერ მხარს, ამიტომ და ამას საჯაროდაც ვახდობ. კანონპროექტის ერთი დეტალის შესახებ მინდა ვთქვა, რომელიც ბორდის დაკომპლექტ აჭარის ტელევიზიის ბორდი. ალბათ სხვა დეტალები მე მგონია, რომ ის აუდიტორია რომელმაც ალბათ იცის, მაგრამ მე მინდა ვთქვა, აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად ქცევის შემთხვევაში მისი ბორდის დაკომპლექტების წესზე ყველაზე კარგი რაც ამ კანონპროექტში არის აჭარის ტელევიზიასთან მართლაც არის, რომ მის ფუნქციან ბორდს ვერ დაამტკიცა, ფუნქციან ბორდში უმრავლესობა არავის არ ეყოლება, თქვა. ორი წარმომადგენელი იქნება აჭარის უმაღლეს საბჭოს უმრავლესობის, ორ წარმომადგენელს დაამტკიცებს, წარადგენს უმაღლეს საბჭოში აჭარის უმაღლეს საბჭოს უმცირესობა, ერთ წარმომადგენელს წარადგენს
დამცველის ან ბათუმში აჭარის სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შექმნილი საგანგებო კომისია, რომელიც ამ კანდიდატს წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველს, რომელიც თავისუფლად ამ კანდიდატს წარმოადგენს აჭარის უბაღლეს საბჭოს. ეს ბალანსი რაღაც პირ მომწონს პირადად და მე იმედი მაქვს, რომ აი ამ ეს სიტუაცია შეიძლება. ჩვენ რადგანაც არჩევნების შემდგომ მდგომარეობას გამიხილავთ, ძალიან მოკლედ ვიტყვი ერთგვარი შეშემების მიზნით ტელევიზიებში მომხდარ ცვლილებებს და იმას, რომ ტელევიზია, რომელიც ეკუთვნის პრემიერ-მინისტრის ოჯახს, ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის ოჯახს ეკუთვნის. ჩვენ გვახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის აუცილებლად ესე ჭყალებში მოიშორებდა ამ ტელევიზიას, გაასწრებდა, მაგრამ ამას ის ჯერჯერობით ვერ მოახერხა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ იმედი დაუბრუნდა თავის მეპატრონეს და რომ არა არჩევნები ალბათ ეს არ მოხდებოდა. გარდა ამისა, ვიცით, რომ ცვლილებები მოხდა ქართველი რუსთავიურში და ეს ცვლილებები ეხება კონტენტს, ანუ შინაარსის წარმოებას, ისე როგორც ეს ცვლილებები მოხდა აჭარის ტელევიზიაზე, ძალიან კარგია, რადგანაც აი ამ ყველა ტელევიზიაში გაჩნდა პირისპირ საუბრის შესაძლებლობა, ანუ იაეთები აქვს ყველას, მათ შორის აჭარის ტელევიზიაზე, რომლის დირექტორებისგან არაერთი წელი ვისმენთ, რომ მათ არ ქონდათ ფაქტი ამ პირდაპირ ეთერის გასაკეთებას. აი ეს არის ის სურათი, რომელსაც მე ვხედავ არჩევნების შემდგომ მედიასთან დაკავშირებით ცვლილებებთან მიმართებაში და თუ რამე შეკითხვები გაქვთ, ვისიამოვნებთ გიპასუხებთ და ვისიამოვნებთ, რა თქმა უნდა, მოვისმენ კომენტარებს, რადგან საინტერესო არის ნებისმიერი თქვენგანის ყველა მეტნაკლებად დაკავშირებული ადამიანები ვართ აქ შეკრებილი მედიასთან და ყველა თქვენგანის მოსაზრება არის ძალიან საინტერესო. ერთი ცხადზე უცხადესია, რომ მედია ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით მედიის მდგომარეობა არის ძალიან გაუმჯობესებული. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ძალიან ძლიერი ეს ხალხო საუბარი. Յուто პერსონალურად თქვენ მე მომმართეთ. დავიწყო ჟურნალისტების საერთოდ უმაღლეს საბჭოში მობრძანება, მათი დასწრება, საჯარო ინფორმაციის მოპოვება, პრესკონფერენციებზე მათი დასწრება, დეპუტატებთან შეხვედრა, თავისთავად ყველაფერს ამას უნდა უზრუნველყოფდეს პრესამსახური, რომელიც პირველი მარტიდან შეუდგა თავის პირველი თებერვლიდან შეუდგა თავის მოვალეობას. ასეთი სახითა და ფორმატით, როგორც ახლა არის. რაც შეეხება უმაღლეს საბჭოს, როგორც შენობა არის სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფი შენობა ნაგებობა, სადაც არიან საჯარო მოხელეები და თავისთავად იქ შესვლა-გამოსვლას არეგულირებს სპეციალური დაცვის სამსახური, სადაც ადვილი არ არის თავისუფლად შესვლა და გამოსვლა. ეს არის დაგენილი წესი, რომელსაც ჩვენ ვერ შევშვით ვერანაირად. როდესაც აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარემ გამოთქვა სურვილი, რომ ყოველკვირეულად ის შეხვედროდა მედიის წარმომადგენლებს და მათთვის გაემართა პრესკონფერენცია, სადაც მიმოიხილავდა მიმავალი კვირის შედეგებს და შემდეგ ისაუბრებდა დამდეგი გეგმების შესახებ. ჟურნალისტების მიერ ეს იყო თავიდანვე კარგად მიღებული ფაქტი, იმიტომ რომ ბევრჯერ ხდებოდა ისეთი რამ, რომელიც ზოგჯერ გამორჩებოდა ხოლმე ჟურნალისტებს და თავისთავად ხადია, ყველა ჟურნალისტი ცდილობს მიიღოს ის ინფორმაცია, რაც რეგიონში ხდება და რაც მისთვის საჭიროა და ყველა მედია საშუალება ცდილობს, რომ ამაზე კარგი ხებები მოამზადოს და საზოგადოება იყოს ინფორმირებული. მაგრამ იმის შემდეგ, რაც ჩვენ ვებგვერდი შევცვალეთ მთლიანად, იქ ვიდეო და აუდიო მასალების ატვირთვა დავიწყეთ და
ფაქტობრივად გაცოცხლდა ვებგვერდი ინფორმაციული თვალსაზრისით ამაზე დამეთანხმებიან უმაღლეს საბჭოს დეპუტატები, რომლებიც წარმოდგენილი არიან დღეს აქ, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობთ ამ თემაზე. ამდენად ინფორმაცია ასეთი სახით მოპოვება და ჩვენგან მიწოდება თუ რა ხდება საკანონმდებლო ორგანოში, რა კანონპროექტზე რომელი კომისია მუშაობს, რომელი დეპუტატი რა სეგმენტში ეხება მოსახლეობისას, რა ძირითადი პრიორიტეტები ამ პრობლემები გამოიკვეთა, ამაზე ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ რომ განვაახლოთ ვებგვერდი და მუშაობთ ამ მიმართულებით. აი რაც შეეხება ბრიფინგს, რომელიც შემდეგ სამწუხაროდ ძალიან დაპირისპირების საგანი გახდა და მე გულწრფელად ახალები და თავიდანვე დავაფიქსირო რომ გულწრფელად მე შეშფოთებული და შეწუხებული ვარ იმით რაც ხდება. ეს არ იყო ნორმალური სიტუაცია, აღნიშნავ ამას, მაგრამ გამოიწვია რა. თავიდან პრესკონფერენციები უნდა გამართულიყო 12 საათზე. რამოდენიმე პრესკონფერენცია 12 საათზე გაიმართა. შემდეგ ჟურნალისტებმა ითხოვეს, რომ ვინაიდან მათ პირველი ჩართვები და პირველი საინფორმაციო გამოშვებები 12 საათზე ჰქონდათ, მათი და 12-ის ნახევარზე საჯარის ტელევიზიის მოთხოვნა იყო და TV9-ის მოთხოვნა იყო, გადმოვიტანეთ 11 საათს. ეხლა იმის თქმა, რომ დაბა ჩაქვი არის ქალაქის ცენტრიდან მოშორებული, რომ აქ საჭირო აუცილებლად ტრანსპორტით გადაადგილება, რომ შესაძლებელია გზაზე იყოს გარკვეული შეფერხებები, ეს ჩვენც ძალიან გვაყოლებს მუშაობაში. არანორმალურია, როდესაც საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ქალაქში უნდა იყოს, არის დაბაში და 24 კილომეტრით არის დაშორებული და ბევრი დისკომფორტი ჩვენს გვიქმნის იქ ავთანამშრომლებს. გარკვეულწილად ეს ჟურნალისტებისთვის რომ მოსახერხებელი არ იქნებოდა, ეს ჩვენ თავიდანვე ვიცოდით. და იმით აპელირება, რომ იცით რა თქვენ შორს ხარ, ჩვენ გვაგვიანდება რაღაცა. როდესაც პრესკონფერენცია ინიშნება, ჟურნალისტები, მე გუშინ მოვედი საჯარო სამსახურში. 35 წელიწადი მოქმედი ჟურნალისტები ვიყავი და მე ვიცი რას ნიშნავს, როდესაც მიდიხარ და კიდე მიიღო ინფორმაცია. აი დაგვიანება თავისთავად უხერხულობას ქმნის რატომ? ადამიანი, როდესაც მართავს პრესკონფერენცია, ისა მასპინძელი ამ პრესკონფერენციის. მას აქვს გარკვეულად შემუშავებული სასაუბრო გეგმა, მიმართულება, რაზეც ის ამახვილებს ყურადღებას. მას აქვს ასე ვთქვათ გაკეთებული ფორმატი, რომელსაც თავაზობს მედია საშუალებებს. ის საუბრობს, მისი ფორმატი იყო, საუბრობდა და აჯამებდა წარსული კვირის შედეგებს და შემდეგ აჟღერებდა მომდევნო კვირის ან ახლო მომავლის გეგმებს. ასეთ იყო ფორმატი. ამ საუბრის შემდეგ უკვე საუბარი გადადიოდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. თუ კი ჟურნალისტებისათვის ეს ფორმატი მიუღებელი იყო, მათ მოემართათ პრესსამსახურისთვის, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მხოლოდ კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაეტანა, თქვათ, ეს შეხვედრები და ის აგებული ყოფილიყო კითხვებზე, ჩვენ არ ვითხოვდით არანაირ წინასწარ მომზადებულ შეკითხვებსა და წინასწარ მოწოდებულ შეკითხვებს. არ ამგონია, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გაჭირვებოდა ან გაცნობოდა თუნდაც იმ წუთას დაბადებულ კითხვაზე პასუხის გაცემა. ამიტომ, როდესაც დაირღვა ფორმატი, საუბრობდა ბატონი ავთანდილი და შუა საუბარში ქალბატონ ნინო დაუსვა შეკითხვა, რამაც გამოიწვია ბატონი ავთანდილის გაღიზიანება. საჯარო მოხელეს აქვს თმენის ვალდებულება მესმის, უფრო მეტად უნდა ცივი სისხლითა და ცივი გონებით უნდა მოეკიდოს, თქვა, თუნდაც ისეთ ფაქტს, რამაც შეიძლება გარკვეული პროვოცირება მოაწყო. აი ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა და მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ეს იყო ძალიან არასასიამოვნო და არასასურველი. მაგრამ ვითარება გამწვავდა მას შემდეგ, როდესაც ბატონმა ავთანდილმა თქვა, პრესკონფერენცია დამთავრდა, მეტი კითხვები გონი არ არის და შემდეგ მიმართა ქალბატონ ნინოს. აბა მიჩვენეთ მისი თქმა. ასე რომ პრესკონფერენციაზე ბატონ ავთანდილს ქალბატონი ნინოსთვის შეურაცხყოფა და მატყუა არ უწოდებია. ერთადერთი ფრაზა თქვა, ის რაც თქვენ გააჟღერეთ, ეს იყო ტყუილი, იმიტომ რომ ინფორმაცია იყო ცალმხრივი და ცალმხრივმა არასრულმა ინფორმაციამ გამოიწვია ტყუილი ინფორმაციის, ასე ვთქვათ, გაჟღერება. ეს რაც იყო და ახლა ნინოც აქ არის და შეუძლია რა თქმა უნდა თქვა. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ჟურნალისტმა უნდა მიიღოს ნებისმიერ თუნდაც რესპონდენტისთვის არასასურველ შეკითხვაზე პასუხი. ეს უნდა იყოს კანონისა და წესიერებისა და ზრდილობის ფარგლებში,
და ასევე ჟურნალისტებიც უნდა დაიცვა ჟურნალისტის ეთიკა, რომ არ იყოს შელახული საჯარო მოხელის პირობები და უფლებები. ეს არის ჩემი აზრი. რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას. გეთანხმებით კალბატონოეთე, ელექტრონული წესი თუ დამკვიდრდება საჯარო სამსახურში მიწოდება წერილების და ერთი პრეცედენტი ჩვენ უკვე გვქონდა ამისი, თქვენ გამომიგზავნეთ მე წერილობით ოფიციალურად ვებგვერდზე, ჩვენ მივაწოდეთ და ასევე სრულყოფილი ინფორმაცია მოგაწოდეთ. მაგრამ თუ კი ჩვენთან არის ასეთი წესი ამ დროისათვის, რომ საჯარო ინფორმაცია, რომელიც საჭიროებს გარკვეულ დამუშავებას და გამოთხოვისთვის გარკვეული მოსაკრებელია გათვალისწინებული და იქ საკოსტო ხარჯებიც არის გათვალისწინებული, ამას სამხრივად ჩვენ ვერ გადავწყვეტა. ამისთვის უნდა შეიქმნას, თქვენ სწორად აღნიშნეთ, საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ამ საკითხს აარეგულირებს. აქვს ყველა ინფორმაციას თავისი მოთხოვნის ვადა, დამუშავების ვადა, ზოგიერთი დაუყოვნებლივ შეიძლება გაიცეს პასუხი, ზოგიერთი გარკვეული ვადა ჭირდება დამუშავებისთვის და გარკვეულწილად კომუნიკაცია რომ გამყარდეს, ეს ყარდებოდა აქამდე პოსტის მერჯეობით, გამონაკლისებს ჩვენ ვაკეთებდით. ეს იყო კეთილინება, რაც მე გავაკეთე იმ შემთხვევაში, სულაც არ ნანო, იმიტომ რომ ჩემთვის უფრო ფასეული იყო თქვენ მიგეღოთ ზუსტი ინფორმაცია, ვიდრე დროში გაწელილი და რაღაც კითხვები გაჩენილი იყო. აი ეს არის ის, რის თქმაც მინდოდა. მე ნინოს ბოდიშუხდი პირადად როგორც პრესსამსახურის ხელმძღვანელი, რომ იმ დღეს ვერ შევძელი იმ დაძაბულობის გამოხვა. ამ შემთხვევაში მე ვიღებ ჩემ თავზე, რომ მე ვერ ვუზრუნველყავი, რომ ჟურნალისტისთვის შემექმნა უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარესთან კომუნიკაციის უფრო შვიდი გარემო, ეს გარკვეულწილად შედეგრალია. სასამართლოში ალბათ აი საკითხს ისაუბრებენ, ვერაფერს ვერ ვხედავ პირადად მე და ვერც ბატონი ავთანდელი, რომ ნინო მიჩილა, ესაა დემოკრატიული პროცესი, ბევრამეს ჩვენ ვსწავლობ, ჟურნალისტების ვსწავლობ, დემოკრატია არის ეს ისეთი ღრმა, ასე ვთქვათ, სფერო, რომელსაც მგონია რომ მივაღწიეთ რაღაცას და იმის შემდეგ კიდე რაღაც შრეები ჩნდება. ამიტომ ჩვენ ყველა ვსწავლობთ დემოკრატიას, მადლობას მოგახსენებთ შენიშვნებისათვის, ეს ჩვენთვის ძალიან ფასეულია. ძალიან მინდა რომ ვითანამშრომლოთ, ვიმეგობროთ და ვაკეთოთ საქმე, რისთვისაც ხალხმა ჩვენ ესეთი ნდობა მოგწა. მე დიდ მადლობას მოგახსენებ და დღეს თქვენთან. მოგესალმებით, მე როგორც ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტი რა შეიცვალა ჩემთვის არჩევნების შემდეგ ამას ვთქვი. საჯაროების მხრივ მე მთავრობიდან უმაღლეს საბჭოდან გამოვიყო ინფორმაცია, ორივესგან მივიღებ დროულად და სრული ინფორმაცია. ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემა არ მქონია, თუმცა ჩემთვის პრობლემა არის მთავრობის ხდომებზე არ შეშვება. პასუხი, რომელსაც გვეუბნება აჭარის მთავრობის პრესსამსახური, რომ ხდომაზე ვერ დაესწრებით, რადგან არ გვაქვს ფაქტი, ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის არ არის არგუმენტი, რადგან ჩვენ შევთავაზეთ სხვა ვარიანტიც, ეს არის პირდაპირ ტრანსლირება იქვე პრესსამსახურის ოთახში, რათა ჩვენ შევძლებთ და კითხვები მაინც დავსვათ მთავრობის ხდომიდან გამოსვლის შემდეგ, რომ რამდენი შეძლეს მინისტრებმა და მთავრობის თავმჯდომარემ და ეს არ იყო ტექნიკურად ძალიან რთულ პირობებთან დაკავშირებული, თუმცა ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ ჩვენ გადავალთ მალე ახალ შენობაში და ეკნებათ შემდეგ იმის საშუალება, რომ დაესწროთ მთავრობის ხდომებს, თუმცა ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ეხლა მე ველოდო თვეები და წლები, რომ როდის გადავლენ და როდის შევიქმნიან უკეთეს კომფორტს თვითონ და მერე მე შევიქმნიან ამ კომფორტს. რაც შეეხება უმაღლეს საბჭოს, მე უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის ტრადიციულ პრესკონფერენციებზე აღარ დავდივარ, იმიტომ რომ ბატონი ავთანდილი უკვე გადავიდა ბოლო დროს, როდესაც დავდიოდი ძალიან ცინიკურ პასუხებზე, ან უკვე ჩათვალა, რომ რადგანაც მე უსმევდი კითხვებს, რომელიც შეიძლება მისთვის არ იყოს ასე, თუ ეს მის დამოკიდებულება რამდენად მიიღებს შეკითხვა სერიოზულად, უკვე გადავიდა ცინიკურ პასუხებზე და პლუს ამას ეხლა ნინოს შემთხვევამდე იყო ჩემი შემთხვევა, თუმცა მასალას ნეპოტიზმთან დაკავშირებით მიწოდა, რომ ის ეხლა მათქო არა და რაღაც შემდეგ უკვე დიალოგში რო შევედით, მე აღნიშნა, რომ მე ხო შევხვდი ნამდვილად და იყო ესეთი ფაქტი. ანუ ბატონი ავთანდილი
თქვენ ღიზიანდებოდა ჩემი იქ ყოფნით ახლა მე ჩემი წარმოსვლით უმაღლეს საბჭოს პრესკონფერენციაზე არ დასწრებით ახლა კომფორტი კი არ შევქმნი უბრალოდ ჩემთვის არის ძალიან შეურაცხყოფილი როდესაც საჯარო მოხელე მინიმალურ პატივს არცემს ჟურნალისტს რომ შენ ხარ საზოგადოების რაღაც სეგმენტის კითხვებს უსმევ როგორც საჯარო მოხელეს და ჩემთვის იყო შეურაცხყოფილი და მე ჩავთვალე რომ მე აღარ უნდა მივსულიყავი და ჩემი იქ არ მისვლა პროტესტი გამომეცხადებინა იმ ფორმაზე რა ფორმითაც ის ურთიერთობდა ჩემთან. რაც შეეხება პრესამსახურებს ჩემთვის პრესამსახურების წარმომადგენლების პასუხი ერთგვარი რომ თუ კი გაინტერესებთ რა ხდება ჩვენს უწყებებში შედით და ნახეთ საიტზე არის აი ყველაზე ცუდი პასუხი რაც კი შეიძლება მითხრას პრესამსახურის წარმომადგენელმა იმიტომ რომ მე ვარ ჟურნალისტი დღის განმავლობაში განსაკუთრებით ტელევიზიის ჟურნალისტებს ძალიან დაძაბული გრაფიკი აქვს და არა აქვს იმის კომფორტი რომ დააჩნდნენ და ეხლა დღის განმავლობაში 15 წელს შეამოწმოს საიტი რომ რაიმე ხო არ მოხდა მით უმეტეს ცენტრალური არხების ჟურნალისტებისთვის რომლებსაც პროდიუსერები აქ არყავთ რომელიც ადგილზე ზის და არის კომპიუტერთან ჩვენ ვუხდით როგორც რიგითი გადამხდელი მე ვუხდი საჯარო უწყებას პრესამსახურს თანხას იმაში და მათ შორის სატელეფონო თანხას რომ დამირეკოს და მიმდინარე ღონისძიების შესახებ რაიმე მომხდარის შესახებ დამირეკოს და მითხრას რომ მოხდა ამის შემდეგ მე მივიღებ გადაწყვეტილებას როგორც ჟურნალისტი არის ჩემთვის საინტერესო თუ არა მხოლოდ საკუთარი პიარისთვის დარეკვა მე ასეთი ტიპის პრესამსახური ჩემთვის პრესამსახური არ არის ესეთი ადამიანი მე საქმეს კი არ მიმარტივებს მირთულებს და მე როდესაც ვურეკავ 24 საათის განმავლობაში უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე რომ მე ვარ ჟურნალისტი ის ჩემთან ურთიერთობის დარგში არის იქ აყვანილი და ჩემს სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და მაქსიმალურ კომფორტის შექმნაზე უნდა იწვიოს. სამი რამე მინდა თქვა. პირველი როგორც ხედავ ვარდები დეპუტატებიდან მხოლოდ მე ვარ აქ წარმოდგენილი და ისიც მე გავიგე შემთხვევით ირაკლი მითხრა 1 საათის წინ. შეიძლება თქვენ დააწყოთ ჩანაფიქრი რომ მოგეწვიათ ბევრი წარმომადგენელი ასე თქვა ხელისუფლების, მაგრამ მე მაგალითად ვთქვი რომ ძალიან მნიშვნელოვანია თემა საერთოდ შემოგეწვის შეფეთისა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ვინც ამას ვერ აფასებს მნიშვნელობას პრესისა ის მეგონი პოლიტიკაში აგებს საერთოდ. ამიტომ მე ვისურვებდი რომ მე მესმის რომ ვებგვერდი არსებობს პრეს-ცენტრის პრეს-კლუბის უпросторо დასაშლება და გაფრთხილება თუ ადრე ხდებოდა და აი ამ გაფრთხილებას მე დავკავშირებ ჩემ მესამე რაღაც რომ მინდა თქვა იმას დავკავშირებ. ნუ რაც შეეხება ურთიერთობებს მე ხშირად გავიზიანებულ ვარ რაღაც ინტერვიუზე ან არასო რაღაც ფრაზაზე ან ლელა გადამენბოს სასადილოში და მადამაის კატლეტებს და პიურეზე მე ალაპარაკა. ნუ მაგრამ ჩვენ ჩვენ უნდა მომიწვიოთ. და როდესაც მე ვაფასებ პრესის მუშაობას, მე ყოველთვის გახსენდება რომ თუ მე მექნება პრეტენზიები რომელიმე ინსტიტუტის მიმართ საქართველოში, უპირველესად მე ჩემს ინსტიტუტის მიმართ უნდა გქონდეს. მე უნდა პოლიტიკოსების დონიდან გამომდინარე ვთქვი რომ ჩვენთან ძალიან კარგი დონე აქვს ჟურნალისტიკა. ამიტომ მე საფრთხელი არ ვეთქვი ჩვენ, მხოლოდ ნუ ბაკობელი შეიძლება ვიქნოთ. უხარა ბაკობელი ვასწავლებ თემი არქივის განმავლობაში, ევაკუაციებს პოლიტიკური სიტუაცია აჭარაში სულ სხვანაირი იქნებოდა. ამას მე ყოველთვის ვიმახსოვრ. და მესამე მე ბევრი რამ აღმოჩნს ხელისუფლების ურთიერთობებში პრესასთან. აგერ მარინა ჩემი მეგობარია, ზოგჯერ მარინას ურთიერთობებით აღმოჩნს ჟურნალისტებთან. ცოტა ჩემი აზრით ცოტა სეგმენტი, ცოტა უხეშია და ზოგჯერ სრულიად დეტელის პრინციპიდან გამოდის და მე მიჩემია პრესამ დააგვიანოს, მაგრამ მაინც მოვიდეს და ჩვენ დავუთმოთ პრესას და არა პრესამ დავუთმოთ ჩვენ. მაგრამ ბოლო თვეები არცეთი ჟურნალისტის შექმნა არ მოსულა და არ უკითხავთ. ბატონ გიორგი, თქვენ როგორ აფასებთ ბატონ ავტანგილის თქვა ურთიერთობას სტატუსთან ან ნინოსთან? მე მიჩნდება ისეთი მაპატიერი, ნუ ისეთი ინტუიციური, ისეთი მოსაზრება, რომ თქვენ ერთ ფერში დანახული პოლიტიკური ინსტიტუტი გირჩევია დაინახოთ. რომ აი თავრობა ასეთია. თავრობა სხვადასხვანაირია. მოდი ჩემთან, მე საჯაროდ ვერგით ბატონი ავტანგილი იყო ადასტური, არც ერთ შემთხვევაში და არც მეორე შემთხვევაში. რატო არ მოდიხარ?
ახლა შეგეკურებ ბაქანურიასა. მაგრამ არჩენი გასათიდან არავინ არ მოსულა. ხო და ეს არ მოწონს. აი ეს მინდა რომ გაითვალისწინოთ თვითფასო პრესავ. ურთიერთობის ასეთი ფორმა, ხო, მაგასა. ნებისმიერ დეპუტატთან ურთიერთობა მხოლოდ ქალაქ მარინესთან შეთანხმებით შეგვიძლია ჩვენ. მე ესეთ როგორ მეთანხმებით? მე ამის არა, რა თქმა უნდა, მე ამოწმებას ეხლა ვწtildeობ რომ გვერდი ავუარო და დირექტორი. არა, მარინას ეშრობით ეწება ოფიციალური განცხადები უმაღლესის საბჭოსთან. ჩვენ რადიოში ყავდა მოწოლი. არა, ქალაქ მარინესთან არის ასეთი ფორმა, რომ დავკავშირდეთ ხაზს მხოლოდ ამაში. თქვენ თუ ვერ უკავშირდებით ამ შემთხვევაში და შეიძლება მას მოხდეს ისეთი განაწესი, რომ თქვენთვის სასურველ დროს მაგერ მოახერხოს. არა, ბატონ ბიოფინანსობიდან მანამდეც გქონდა პოლიტიკური სატელეფონო კავშირი და ეხლა მეგონი მაგის საბჭოს დეპუტატობა არ წარგავდა. არა, უბრალოდ მე იმას ვამბობ, რომ არა, თუ ეს ეთქობა რაღაც ეს მართლა გაუქმება იმიტომ რომ თუ ოფიციალური კეთება ბუნებრივია მარინას უნდა მიმართო მაგრამ ხალხი აკეთებს, დეპუტატი აკეთებს, მე კომისიის თავმჯდომარე ვარ, სხვათა შორის ისეთი რომელსაც რომ გარკვეულად პრესასთან აქვს შეხება, ხო, კულტურა განათლება, ამიტომ მეუბნები, როცა დეპუტატი იყვის იმავე რასაც იტყვის, შეიძლება დაურეკოთ დეპუტატებს და ვიპასუხოთ. აი ამის მაგალითია. ნატას თუ შეიძლება ჩვენთან არის სტუმარი, მედიაჯის ჟურნალისტი და გამოფიტებელი და გამარჯობა, მე ვქოთ ინფორმაციის მოწოდებიდან შეიძლება მაისის საჯარო ინფორმაციის გამომგებლობის კუთხით საქართველოს ჩაერთვა Open Partnership ამ პროგრამაში, რომელიც ბრაზილიაში შედგა და საქართველოს აიღო ვალდებულება, რომ ამ საჯარო უწყებების გამჭვირვალობის კუთხით გააუმჯობესებს მდგომარეობას და დაახლოებით 2 კვირის წინ უკვე მომზადდა გარკვეული დოკუმენტი, რომელიც პრემიერ-მინისტრის აპარატში შეიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნა სადისკუსიო ფორუმმა, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში არის ჩართული და ამ ახალი დოკუმენტით მათ კონკრეტული ინიციატივები შესთავაზეს პრემიერ-მინისტრს, როგორ უნდა მოხდეს უწყებების გამჭვირვალობა. მათ შორის ეს ეხება ტენდერებს, აუქციონებს, როდესაც ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო აფორმებს კონტრაქტს კერძო კომპანიასთან და ეს კონტრაქტი იყო მთლიანად დახურული და არ ჰქონდა ის საშუალება, რომ მიგებო ინფორმაცია. დღეს აი ეს ნაწილი კერძო კომპანიების, სადაც სახელმწიფოსთან ურთიერთობის ნაწილში რაც გაფორმებული იქნება უკვე ამ პროექტში განახორციელა მთავრობა ღია და კიდევ არის ის თემები ჩამოთვლით, რაც საჯარო უწყებება პროაქტიულ რეჟიმში უნდა გამოაყენო. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტებს კი აღარ მოუწევთ ყველა ინფორმაციული ინფორმაციაზე საჯარო უწყებებისთვის მიმართვა ამ ინფორმაციის მისაღებად, ისინი პროაქტიულ რეჟიმში გამოაყენონ და დამატებითი დეტალი დაჭირდება ჟურნალისტს. შეიძლება რომ გამოიყოს, თუმცა აქ იყო მეორე დეტალი, რადგან მედიასთან საუბრისას ვჩერდნენ, რომ აქ შეიძლებოდა რომ როდესაც მე ვერ ნახავდი ვებგვერდზე, მათ ასე ვთქვათ, შემდეგ ეთქვათ, რომ აღარ გამოიქნა, იმიტომ რომ იდეებს, მაგრამ ესე ჩაირთვა ამ კომპონენტში და ესეც გათვალისწინებული იქნება მიუხედავად იმისა, გამოყენებული არის თუ არა, შეიძლება რომ გამოიქნო. რაც შეეხება თვითონ ამ დღეს არსებულ მდგომარეობას, ჩემმა მედია ორგანიზაცია მედიაჯი, რაც გამოვიხმოეთ არჩევნების შემდეგ ყველა ინფორმაცია მივიღეთ დეტალურად. იყო შემთხვევა, როდესაც ფინანსთა სამინისტრომ არ მოგვაწოდა ტელეკომპანიებს დავადიანების შესახებ ინფორმაცია და გითხრა, რომ ეს იყო საიდუმლო, ჩვენ გავასაჩივრეთ ადმინისტრაციული წესი და ვიდრე ადმინისტრაციული წესი განხილვა შედგებოდა ბოდიში მოგვიხადეს და გითხრას, რომ შეგვეშალა არ ყოფილა ეს ინფორმაცია საიდუმლო და მგონია, რომ ეხლა ბევრად უფრო გახსნილია, თუმცა არის ნაწილი ინფორმაციებისა, რაც ისევ დახურულია და მე მგონია, რომ თუ იქნება პრესი მედიის საჯარო უწყებების მხრივ, ეს უწყებები შეიძლება რომ შეინარჩუნონ ის გახსნილობა, რაც დასახდა წლების შემდეგ, როგორც წინა ხელისუფლებას დაემართა არ ჩაიგდო ისე და მე მგონია, რომ აქ არის კიდევ მედიის განაშაულის, იმიტომ რომ მე ვიცი ძალიან ბევრი კოლეგა, რომელსაც საჯარო ინფორმაციის სერვისი გამოუხმოვია და ვერ ხედავს საჭიროებას ამ ინფორმაციის გამოთხოვა და უშვებია რომ კომუნიკაციონერზე მოიპოვოს გარკვეული განმარტებები.
ჩვენ მქონია შემთხვევა, რომ კომენტარი და საჯარო ინფორმაცია აწმენდა ყოფილა ერთმანეთის და ყოფილა ისიც, რომ გადაგვიმოძებია ორი უწყებიდან გამომწვევი და სხვადასხვა ინფორმაცია მისული, ამიტომ მგონია, რომ თვითონ ჟურნალისტები დაიყვნენ მაქსიმალურად აქტიურები იმისთვის, რომ მიიღონ გაჩვენებითი ინფორმაცია. ერთი დეტალი გამოჩნდა მეც ვიზახე რომ ბევრი ინფორმაციას გვაწმენა ყველაფერს მეთქი, მაგრამ აი ჩვენ როცა გამოვიდოდით ენერგოპროსთან გაფორმებული ხელშეკრულება და მემორანდუმი, გითხრათ რომ ეს არის საიდუმლო ხო და არ მოგვაწევს. აი ეს ინფორმაცია თავისუფლად განვითარების ინსტიტუტი აიგებდა ის ძალიან დიდი ესე ვთქვათ ბრძოლის შედეგი იყო, რომ აი ეს კომპონენტი ჩაიწერა იმ დოკუმენტში, რომელიც გაიგზავნა პრემიერ-მინისტრს, თუმცა ამაზე განხილვა ჯერ არ არის დანიშნული და იმედი გვაქვს, რომ არ დაინახა. ანუ ირაკს და მე ბაქოზე დაიცე. ერთი სპექტაკლი იყო. როგორც კაცი გამიტაო, ისე კაცი დაო. შეიძლება ისეთი შეჯაბრება იყო, მაგრამ არც ეგეთია. ჩვენ ერთმანეთის გარშე ავარდიო. იმიტომ რომ ჩვენ ვიდარ ინფორმაციები, ჩვენ ვიდარ ჩვენი ინფორმაციები გავიდეთ, ვინც ამას შეიძლება ჩავამოწმოთ. შეიძლება საჯარო გახდეს ინფორმაციულმა და თქვენ სამუშაოები რაც ტარდება, ამიტომ ჩვენ სამუშაოს სამამულები ვარ და მე ჩემი მეგობრები წავიდა. კარგი იქნება თუ თქვა ეს კონტაქტი იქნება და უფრო საჯარო გახდება ეს იქნება ჩვენ იქნება უფრო ხშირად იმის საშუალება რომ ერთმანეთს და საჯარო დისკუსიებში ჩავერთვათ გვეცოდინება და უცხოები არა ვართ ამ კანალში. ეს სამუშაოს ჩვენ ჩამოვიწყოთ. ჩვენ ოპოზიციური მასმი საქმე იმაში არის რომ ეს კანალში ცხოვრობთ არაერთხელ ყოფილვარ ერთხელ ეს ერთი პრობლემების გადალახავი ხდებოდა ერთად და თუ რაღაცა ხდება გაუგებრობები უკეთესია ჩვენს ასე ჩვენ ზამთრობაში და ფუნქციაში მოყვარდეს ვიდრე თქვა ეს გაუგებრობა გამიდეს უფრო ფაქტურ სპექტრი ეს უნდა გითხრათ რომ რაღაც ისრიგები და ის შეიძლება ხდება კიდევაც იმას პრესას მაგრამ თავისთავად თუ ამის გარშეს მოახერხეთ ურთიერთობა და უფრო დავალაგებთ ურთიერთობას უკეთესი იქნება უფრო აკადემიური იქნება ჩვენი ურთიერთობა ეს რა გაზემიქნა მე უსახიძებით და დავამახვილებ ერთი ის რომ რა თქმა უნდა ჟურნალისტიკა ფიქრაში უფრო გაიზარდა და უფრო შემოწმებული ეს კიდევაც ეთქვა პრესასაც ეს კიდევაც ეთქვა ტელევიზიასაც ეს გაჩნდა ახალი ჟანრი მოგეცედება ეს კომპიუტერის სივრცეში და ინფორმაციის ნაკლებობა ნამდვილად არ არის თუ ადრე ჩვენ ვიწოდი და სხვა ტელევიზიები მიქონდა შეგდებული მოსტავეონი იმედის სხვა ტელევიზიები არ მოდიოდა ეს უკვე ბანკის პრობლემა არ არის დიდი გონიცა ეს მეტი და ამის დისკომფორტი არ არის ყველა მუშაობს ყველა ჩართულია და უნდა გითხრათ რომ ინფორმაცია ჩემთვის მაგალითად ნამდვილად ობიექტურია და ობიექტურად შევხვდება სხვადასხვა რაკურსი და ერთი დადება და დაწახება და ყველა არის მე დიდი მადლობა ასეთი მუშაობისთვის და მაგრამ მე უნდა ვიცოდე ერთი რაღაც იცით ერთია ჩვენ ოპოზიციაში ვხავით ერთად ეკოლოგიის სიტუაციაში ჩვენ ახლა ჟურნალისტები ხართ და თქვა აბსოლუტურად აწევება ჩვენ სხვა ამბულაში ვართ ამაში და ასეთი ჩვენ თამაშის წესები სანამდე იწყება ჩვენ სწავლობთ ამას და მე უნდა ვიცოდე რა უფლებები მაქვს სანამ უნდა მივიდე აი სადიწყება და სახალხო ჩვენი ურთიერთობა და როგორ გადავიდე ეს პატარა მაგალითს მოგიყვები აი ურთიერთობიდან და მაინტერესებს თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით როგორ უნდა მოვიქცე მე თქვენი კომენტარები ვქითხება ამ შემთხვევაში რომ შემდგომში თქვა მე დამჭირდება ეს თქვენთან ურთიერთობაში აქ გადადა დღეს ჩემი რეკეტი საათი ხوارები გამოდიოდი საჯარო სივრცეში აბსოლუტურად ეს ყველა შეკითხვას პასუხი გავეცი ჩემი სამული როგორი ამის ამავეა და შემდეგ ინტერვიუები დავადგე ტელევიზიაზე გამოდიოდა და არ ვასახებდი ტელევიზიას შეკითხულად მეუბნება რომ დღესაც ჩვენთან უნდა მომდადოთ საღამოსო ერთხელ ვერ მოხდეს რატომ ვერ მოხდეს ერთხელ საქმე
რა საქმე არ მიყავ. კარგი მეუთხარი გეტყვით რა საქმე რომ ჩემი ძმის დაბადების დღეა და ჩემი მეგობრის ორივეს ერთად და რა იცით ვერ მოვაგებია. ეს როგორია? ჩვენ საჯარო მოხელა ხართ, ჩვენ 24 საათი უნდა იქ შევდოდა. ეს რაო, ისე 10 წუთი ასე და დაკაჩავა. და ყველა მერტე მინიყო. ყველა მერტე. მოგეუბნები სტარტობდა. ამის მასო, გერჩიათო თქვენი გეტყვა. აი მე ვიხარ რა ასე ძილავადები მერები და წასა და არ გაქვს არ გაქვს უბრალოდ და რაში არის ახლა კაი მე ვიხარ და თუ არა საშუალო და ამ დღეს ველოდები თერისის გამომობა ისე დასახში ვარ თქვა სადამის ელდება ბანანის კანზე მე არ ვიცი და ეს არის არა ესე დღეს მნიშვნელოვანია შევтиცა თუ გაითვალის თეორიის მეგობარი მე ვარ მეგობარი ეკოდი ვარდა გამოვაცხადეს საჯარო თერი საქართველოს და უსხოეჭის გადის რომ ბაღემაო ჯავლეშიკო ვარითკო ჩვენ და მოსაზე დაბადების დღეზე ის მაიზეთ რომ მისდან მეგობრის დაბადების დღეზე რაიცი ხოდესაც მე ასეთი ურთიერთობა მაქვს არა არის რაღაცები და მე მაინტერესებს თუნდაც პოლიტიკაში, კარგად პოლიტიკაში, ნამდვილად უნდა ეს აუცილებლობა იყოს ჩემი და მავალდებულების კანონი ჩემი პირად ცხოვრება გადავდოდა მაგრამ ის ერთ ტელევიზიაზე მიუძღვნა თავის კონტენტ უნდა მითხარ და არის რაღაცები რაში ცდილობ ჩემი ასე თუნდაც რა დიდი მადლობა შეიძლება ეს ძალიან მაგრამ თუ კიდე რომ არ ზონო დაბადების დღეზე მიდიხარ აი ჟურნალისტი რა იცი მე ვინარე უკეთესია მოიგობა ჟურნალისტები ისე ხალხია მე სადაც რესტორანში დავინახავდი და მეორადაც გამომაცხადებდი ნახე მოიხრაო რაღაცა მოიგობა და ვარჩიერო სიმართლებით მაგნატოში მე თვითაში არც ვიფიქრია რომ არ უნდა გერხათ სიმართლე მაგრამ თუ არ გინდოდა რომ ეს ხო სიმართლე იყო და ხო სიმართლე თქვა ჟურნალისტთა დაბადების დღეზე მიდიოდით და ამიტომ თუ არ გინდათ რომ ამ რაკურსით მოხდეთ ეთერში ანუ გაიგოს უნდა მიხვიდეთ ეთერში მე ესე ვხედავ ამისავას ნახევარი საათის დაგვიან დაბადების პრობლემა არა ნახევარი საათი კი არა და რომელი ხარ დაბადების დღე მოდი ცხადაა და ნახევარი საათი ისეთერი გამიწევს ნახევარზეა სხვადასხვა სამისთან შორტი და მე ჩემი აზრი მოგახსენებდა და რა ჩემი აზრი მაგან ზანდეს ხოდა ისა მე ვიშინე ახლა მაულო ვიდეო მაგარი გამოვიდა რა არის ეს ინტერესები მე ჩავგები აი ამ შემთხვევაში რა არის ეს ჩამო 30 წლიანი ოპოზიციის შემდეგ პალმა გასაუბრება უნდა მოსვლა და ჩვეულებრივი მოქალაქე გავხდით საჯარო მოხელება. ეს იმას აღნიშნავს, რომ ჩვენი პირადი, ჩვენი დასრულების წინასწარი დავტოვეთ შესაძლო კარებთან. ჩვენ იგივე სლოვაკიაში და იგივე რაღაც ასრულიდა. ახლა რასაც ვეუბნები ეს ერთი კონკრეტული შემთხვევა და ამასახელებს ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ დავმეგობრდით ამის შემდეგ ჩავთვალეთ ეს ანოტოლოგია, მაგრამ მე ვიტო პრეცედენტად დავასახელო და იგივე შეკითხვა მაქვს რამდენად მართალია როდესაც სახელმწიფო სამსახურში მიდიხარ და ამის შემდეგ უკვე შეეძლო რაღაცა სერვერი, ისე უკვე პასუხისმგებელი და არა მარტო საქართველოს სინაში, არამედ სახელმწიფოს სინაშეც და რაიმე მოგიწერება მოგონი სახელმწიფო მოხელეზე გარკვეულად გადამოწმება უნდა ინფორმაციას, იმიტომ რომ შეურაცხყოფის კრიტერიუმებამდე მიდის ხანდახან ეს ინფორმაცია. როდესაც ასახელებელო თქვა მე სადღაც მოვხდი ის გამო რომ ვარ ირაკლი ჩავლეიშვილის ბანკის ლოგი ჩავლეიშვილი მაშინ ჩვეულებრივია მუდმივი იყო და თუ პარტიულ სტაჟია ლოკალაკები მაზებეთი პარტიული სტაჟი მქონდა და რაღაც მეზგამიკესებია ამ ცხოვრებაში და მე არ უნდა ვიყო იმის სიტუაციაში შევარდე რომ გავემართულო მე არ ვარ სპილო მე ვარ ადამიანი რომელსაც გარშია სასწრაფო გაფრთხილი გადაწყვეტა ეჟულობელი გავხდი რომ დავეწერა ჩემი CV რა არ იყო სასილობო ლამაზი მაგრამ ინფორმაცია დიახ არა მე ყველას არ რატო გეუბნები ის ეჟულობელი არ არის
კარგი მოვიდა უზრუნველყოფი გავხილო, არ იფიქრო საზოგადოება აფინანსელია მიცნობს, რომ მე ვიღაცის გამო შევქმნით მოხდი აქ. მოგეთ არაფერი. გადის ამის შემდეგ ეხლა სიტუაცია და იგივე თემაზე იწერა საქმეებით. და როდესაც კიდე შევემას ვხედა, ეს იმიტომ რომ ვიღაცა თქვა შეიძლება. ვიღაცა რომ თქვა შეიძლება, მე შეთავზე თქვი და დაეფუძნეთ ამას, არა? აღარ უნდა მოგვითიოს, იცით, იმიტომ რომ ჟურნალისტობა ინტელიგენცია არ არის. და ასე რომ როგორც თქვენ სიამოვნებთ ვიღაცისაგან შეურაცხყოფა დააფიქრა ცერტიფიკატული ნაკონი, ისე შეცდომ სიამოვნებთ. ამიტომ თქვენ შეეცადეთ რომ პიროვნებაზე წერთ. არა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო დაწესებულებაში შევხვდით ისე კერძოპირია რა. ცოტა შეიძლება თქვენს პატივი იცით და ეხლა მე შეიძლება განსაკუთრებით ვერ დაგეთახმო. იმ გოგორობაში ეხლა 11:09 საათზე როდის გასწავლება გადაცემა რომ მოვიდე და ის განმავლობაში ითქვა ყვაძა კიდე თავიდან გამიმეორო და ამიგზავნო რომ არა ბატონო შეარა გაქვს უფლება რომ საშში დაჩერდა ეს ამძალვა გამოგის ვიდეო ისაც აპრიორი იქნება რომ არა ასე რომ შევაგარგახო ჩვენ ერთად ეხლა მაინც ერთხარესა ვარ მაგრამ კუჩაა ესოს ვერ დავასასწრები ერთი საუბრები მოვჭეთ და ყველა შეგვეძლება გამოვხოთ. მე იმას ვამბობ, ზუსტად ჩვენ ერთ დროს ერთ კუჩის ერთხარეს დავდიოდით, ახლა კუჩის გორბარა გადასვლა გადმოსვლახდება, არ არის ციხე-გადაობა. მეგონი არავინ უარს არ გეტყვით, ურთიერთობაზე, მაგრამ რაღაც დავიცვათ, მაინც მეგონი. ჩემი ამაზე ძალიან უეთრად მაქვს, ჩემ საკუთარ თავის მიმართაც ჩემ რედაქციასთან დაკავშირებით იმ რედაქციის მიმართ პრეტენზია განსაკუთრებით დაწია, როდესაც შეცდომას საერთოდ გამორიცხული რომ გადამოწმებელი ინფორმაცია დაიბეჭდეს, არ უნდა იბეჭდებოდეს და ჩვენ ვსწავლობთ ამას, ეს არის ჩვენ უნდა გავარკვიოთ მედიის, ქართული მედიის, ეგ ერთი კარგი და მე თუ მაინც მოგივიდა ეს რაღაც შემთხვევა, რა ვიცი, დავარქვა, მაშინ უკვე ყურბა არის ამის, რასაც იცით. ეს ამოწურებელია, საკითხი. ოდიშის მოხდის თემის გაგრძელება შაბათ კვირის თემას შევეხო მე მესმის ჟურნალისტების რომ შაბათი კვირა არის ყველაზე პასიური დღეები, თავრობა საჯარო მოხელეები, ხშირად არ გეგმავთ აქტივობებს გამოსასვლელ დღეებში და თემებიც არ არის ბევრი, ამიტომ ვცდილობენ თავიანთი ინიციატივით გააშუქონ შაბათ კვირას მასალები. ეს არ ეხება რა თქმა უნდა იმ მასალებს, რომელიც იმ დღეს წარმოიშობა და იმ დღის პრობლემაა, როგორც მაგალითად გუშინე ხანძარიც იყო, ქარიშხალიც იყო და ჟურნალისტების გარეშეც უნდა მუშაობდე ამ შემთხვევაში და მუშაობდე კიდევაც, მაგრამ გეგმიური საკითხები როცა არის, რომელიც წინა დღეებში შეიძლება დაიგეგმოს გაშუქდეს ან წინა დღეებში შეუთანხმდე რესპონდენტს, რომ შაბათს ან კვირას შენ საჭირო იქნება კომენტარისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ მაშინაც არ არის პრობლემა, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება, რომ შაბათს ან კვირას გიკავშირდებიან რაღაც წლის განმავლობაში მიმდინარე საკითხზე და მე არა მაქვს პრობლემა და ვცდილობ დავეხმარ, მაგრამ ხშირად ვერ ხდება დაკავშირება, იმიტომ რომ ვიღაც სოფელშია, ვიღაცას ტელეფონი გამოთვლილი აქვს და ყველაზე მეტი პრობლემა იქნება ამ დღეებში და მე თქვენი აზრი მაინტერესებს ამ შემთხვევაში გამოსავალი რა არის, უშუალოდ გადაიმისა, რომ წინა დღით შევთანხმდეთ გეგმიურ საკითხებზე და რაც იმ დღის პრობლემა აქვს, თქვი უკვე ალბათ ჩვენი ვალდებულებაც არის, საჯარო მოხელეების ვალდებულებაც არის, რომ მე ხარჯზე. Ambestit godishi. Იგინას ვეთანხმები ამ შემთხვევაში საჯარო მოხელეებს უნდა ისვენებდნენ შაბათ კვირაზე იმის გამო რომ თემების დაკლებობა აქვს, არ უნდა აკეთებდნენ მხოლოდ ამის გამო. თუ
განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის და ამას იგრძნობენ თვითონაც და ეთნობა. უბრალოდ შეიძლება რომ წინ აღდგეთ. ანუ დაგეგმვა რა მაშინ იმ დღეს როცა ვაწუხებ ძალიან განსაკუთრებული. ძალიან საინტერესო იდეაა და შეიძლება არა, ისე თან უნდა იყოს რა ჟურნალისტები, ნიუსები, რომელზეც ჭირდება საპასუხო შარდა. ანუ დაგეგმილი სიუჟეტი როცა არის, ალბათ სასურველების სამუშაო დღეებში რომ შევეცადოთ ყველა ჟურნალისტი რომ მაშინ ჩავწეროთ ჩაბათი კვირისთვის კომენტარი. ესე იგი, მე მინდა ყურადღებათ, რომ ის ფაქტორზე, რომ ისეხება არ უნდა შაბათკვირას არამედ სამუშაო დღეებს და ეგრეთ წოდებულ საპასუხო კომენტარებს ხშირად დროში ვიჭედებით, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მაქსიმალურად ის გრაფიკი აწყობილი გვაქვს საინფორმაციო გამოშვებებზე, რომელიც ყოველ 3 საათში მევრძება. ძალიან დიდი სურვილია და მოკრძალებული თხოვნა ჩემი პრესამსახურების მიმართ, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს საპასუხო კორესპონდენტის შეთანხმება, იმიტომ რომ ეთერში არ მოხდეს მასალა დაუბალანსებელი და შემდგომში უკვე არ შექმნას ამ პრობლემა და უხერხულობა. აკნაგია თქვენ? შაბათი კვირა ვერ არის. კალენდარული კვირა არ არის. შაბათი არ მაქვს ხოლმე მაგალითად ველოდები მინისტრის მოვადგილეს, რომელსაც შეერჩია კალენდარი. საშუალება იმისა, რომ თქვენს დრაფტვალ რაღაც. ლოშებას დაგაკვეთებს სამხედროს მადლადამ გალუქიშვილის განცხადებით გაზონაყოფილი ხო არ. სწორედ მე ვარ შემთხვევით. იმიტომ რომ ამიტომ უყურადღებოდ დარჩენილი და ასე რომ კომენტარი გასაკუთრებული ყოველთვის შესაძლებელია ვცდილობ რომ გამოვიყურებოდე ისეთ თუ არ ჩახვდა პასუხს და სხვა ატრიბუტს ასე რომ პრობლემა არა უმრავლესობა დავალების თავი დაუბრუნო ფორმალს ჩვენ დაკომპლექტებულ აზრი არ აქვს ჩაისწრებს სადაც კვირას ინგლისურს რა შეიძლება და მოგდეს კიდე ამას ცხოვრება გვაქვს საინტერესო როგორ გითხრათ ეს შეგვიძლია რომ მე ჩემი სულით არავარაკავია ძალიან აპლიკაციები ვარი შეთავაზებით რაც თქონდა სამთავროებაზე ნაბუდ მე თქოი არ თუცა და მე უბრალოდ და თქვენი თქოს მადლობა რომ მე ვსვათ ძალიან დიფიცილო ჟურნალისტების არც ეგ ეროვნული არის გამგებლობა ჩვენი ზოგადად აღიარე ესეთი იცის რომ პრობლემები თეორია და ზოგადად ერთმანეთს მაგრამ ფაქტია ხალხიდან ბატონი ყოვალ არამე არ გესწრა რომელი პრესამსახურს არ მოუწევთ მათ მიმართავთ? განხების კულტურისა და სპორტის სამინისტროში ესეთი ფენომენი თანაშემწეს რომელიც მართალია მე დღესაც არ მესმის თანაშემწე ვერჩი დონას გულისხმობს თუ იდეების გენერაციას ანუ ეს ყველა თავისი გადასახედიდან განსაკუთრებით არა მე შევეცადებ თანაშემწესების მომეწევნა თავისი ფუნქცია და ასე ჩამოყალიბდა სამინისტროში საზოგადოების ურთიერთობის სამსახური. ანუ ის ხალხი, ვინც რეალურად განფუნქციას ასრულებდა, ეხლა თქვენი მონამორჩილია და ვალდებული არიან, რომ თქვენ მოგეწოდოთ ეს ინფორმაცია. როგორ იმუშავებს კარგად თუ ცუდად, რო გამოაჩენს სამუდამ პრობლემა არა. ერთ საერთო საკითხი იყო, რომ ეხლა მოდი გულწრფელი ვიყოთ, ვარებს არ დავასახელებ და გამოხდა შემდეგ და შეიძლება მეუბნები არ ვიცით რა აი ეს რო არის ის მგონი ის კიდევ შემოგვიდგა იყო და ეხლაც გასაგებია ის კიდევ სხვა მე მგონი მასაც სიკათლები გასაგებია და კარგია რატომ კარგი
მე მინდა რომ აღნიშნო შემოჩი. ანუ მე არაფერი დასამალი არ აქვს. არაფერი არ ეცდება ჩვენთან როგორც ორ-სამ კავშირში. თუნდაც ჩემს მოგილებში. ორშაბათი დღე იწყება ყველას მოსვიდა იმ დაკებით კი არ შეიძლება ნაკლებად დაინტერესებს რომ მე ვეუბნები რომ თქვენ რომ გაბრძანდებით ბავშვ კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენელი გარეთ შექმნილ ჟურნალისტი თქვენ ის კი არ უნდა ვთქვათ კულტურის დეპარტამენტში მუშაობდა თუ გარტების დეპარტამენტში გახდება ნაკლებად კეთილი ინება და მოусმენ შეიძლება რაღაცა პოზიტიური ასეც დაგიჩნდა ანუ აბსოლუტურად არ წარმოადგენს არაფერი დისკომფორტს ჩემთვის რომ ვიღაცას რაღაც პოლიტიკური სიმპათია თქვა თამაში აქვს რომ მე არავითარ შიშს პირიქით მე მინდა ეს რომ იყოს ვიღაცა რომელიც თუნდაც გაიტანს ინფორმაციას რომ რაღაცა ვერ კეთდება და ამით ისარგებლებს დაუშვათ ნაციონალურ კონტროლს ფრაქცია თუ რა ქვია ის რომ რაც აკამდეა უბრალოდ ინფორმაცია გაიცემა რომ მაგალითად შემეცოდა მე ვცდილობ აკადემიური ვიყო მაგრამ ხდება პოჭრა ვეცარ შემიშალოს მაშინ ნელ თუ იყო ის რაც ითქვა მაგრამ ერთი რაღაც დავში გამოვიდა უხარშულ გამარებობაში და ამას თუ ნეპოტიზმი და დაგმოჩნდა. ანუ ეს პრობლემა შეიძლება არავისთვის რომ ვესაუბრა რაღაც საკითხს. ერთ განსაკუთრებაში მე ვფიქრობ, სულ ტექსტი მაგალითად ადამიანი შეგვიძლია ასწავლო მორეული. ძალიან თბილი პიროვნება ძალიან კარგი ურთიერთობაში, მაგრამ ეს მისი მეორე გადაცული ატეცი ოჯახი ყავს ადამიანს და რაღაც არის არავინ დაწესდა ჩემთან და არავის არ უკითხავს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხზე თუ მან ჩათვალეს და ძალიან მეეჭება რომ ითქვა რომ მე ვიტყოდი იმას რაც უნდა მეთქვა ძალიან სწრაფი აკამდე თქვიეს ჩემთვის არავის არ საიდან არ დაურეკია და აუწია რომ აი ესე ამას ვერ მაკადრებია მე ჩემთვის არა მაგათიოს ჩვენთვის ადამიანი მე აი ძალიან მიყოლა მე გადავწყვიტე რომ ყოფილიყო სულხოტებიძე მინისტრის პირველი მე გადავწყვიტე რომ ყოფილიყო ტექნომანიშვილი ვალერი პერაძე ზადუბელუშვილი მინისტრის მოადგილე მე ტრებახი დავაყო ამას მე იმიტომ რომ თვითონ ხანდეობას რო არ მოგატყო და ახლობებს ხუთი შვილი წინადება იყო ეხლა წინადება სადაც ქართულ ოცნებაში ჩამოყალიბდა ეს აზრები შეიძლება ზოგადად უფრო აქტიური გაზრდა იყო შეიძლება სალსაფე მაგრამ მე გარხებით რომ დავიცუნე დაახლოებით 6 კანდიდატურა შეგვიძლია დავწერთ ამ კანდიდატურას ეხლა რამდენად დამაჯერებლობა პასპორტი მიგა იცი მაგრამ ეს არა ვინმე კითხავი არა ეს ერთ მას ნორმალურად თორეცოტა უნდა მოდერიდო მინისტრი გასაგებ კითხეთ რომ მას იქნებ ანუ იმის შეში რომ აი რა ხან ნორმალურად ყვა მე იმას დავიორებდი რომ ეს არ კორექტულია ჩემს და იმიტომ რომ მე საჯაროდ მინდა თქვა ჩემთან დამოკიდებულებაში მე მაგალითად ყველა მინისტრმა თავისი გვას აბსოლუტურად კორექტული არის როგორც მომხდარზე, ასევე ავტობედის. მე გეუბნები, ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ მათგან ყოფილიყო დავალებას აქვს. თორე ასე და გაზიარება ჩვენ არის. ურთიერთობ ერთმანეთთან იმ შედეგადაც. ამიტომ თუ გაინტერესებდა, მე არ მომეწონა საშუალება ამას საუბრისა, აი ბატონო, ეს თქვენთან ერთად საუბრო ამის თემაზე, ამ თემაზე. რა შეიძლება ბატონო და თქვენი მინისტრის დაკავშირებულ სიტყვას. მე მივაწი აროს და მინისტრები იქნებიან ერთად არასდროს იუპიტერების გარშემო. მე რომ არ შეიძლება 27 საკითხი ეძებნას. რომ დახედავს ფული შეგებონდა. 27 საკითხი საფაური როცა იგებს არ შეგეძლო დროზე რა. თანაც როგორი საკითხიც და აზრით გაჯერებული და იქ რაღაც რომელიღაც ის ამ საკითხის გარკვეულ რომელსაც უნდა გადაიცეს რაღაც. ამ დროს არის რაღაც ოთახი მინისტრთა საბჭოში, რაღაც საქართველოს ოთახი
ვაპრობდებით დაახლოებით 20 წუთის შემდეგ დაახვიჩეთ ეს საკითხი. როდის განხორციელდება ეს ეკონომიკის სასაქმეები და ვიღაცა მელოდება ვიღაცა შეუძლია როგორც აჯი დავდაბოდი არის კონკრეტულად. და როგორ მეკითხეთ ეს არ არის საინტერესო ის თემა, ანუ განხილვა თემის რომ მართალი გითხრათ რომ მე აღარსება ერთადერთი თემა იყო ეს იყო შეიძლება დაახლოებით იმ ტერიტორიაზე ჩემს და მე მოითხოვე დეტალური ინფორმაციების დაუბრუნებლად რა იქნებოდა ხვალ და აი რომ მე რომ ახსოვს რა რომ ამაზე იყო ცოტა გაგრძელდა საუბარი. მეორე თემა ეს იყო საფულის სულიერ თემა რომ ძალიან მეტად გამოვიდა სოციალობის მინისტრი რომ საბიუჯეტო საკითხები გასაკუთრებულად დანარჩენი მეტნაკლებად ვიცით რა თემებიც არის ზოგში კარგად ვერ ზოგში როგორი ეცით რომ ალბათ ცდება ჩვენს კომპეტენციას და ნუ ჩვენს კოლეგას ვერ ვნებით ამ შემთხვევაში მის საზრს და მის დამოკიდებულებას და ის ფაქტები ნამდვილად არ არის იმისთვის რომ ბევრი ფაქტთან დამოკიდებულება მის საზრს პრესასაკულის სექტორებში არის სუბიექტური თუ ფაქტს დავჟე ამ შემთხვევაში უბრალოდ ის არის რომ მე ხოლმე დავსვა რა იყო რომ გამოგზავნები თქვენ დომიდან თუ კი არ მისმენ რა საკითხებზე ძალიან მშრალი არის ეს რელიზი იმისთვის რომ საკითხებიდან გამომდინარე ვიცოდე მე თუ მომისმენია ბალონი და ის რო გითხარით ცოტა პერიფრაზი გავაკეთე ამისა ანუ იქ ყოფილი მართალი გითხრათ თქვენ უმეტეს საკითხებთან დაკავშირებით რა სპეციალურად ყოველთვის კომიტეტს თავის საკუთარი როგორც ეს საკითხები მასთან უფრო იხარშება ну ტექნოლოგიურად პროცეს არქივი საკითხები მასალები და არქივი და როგორც თავის კომიტეტს ბევრი საკითხი ну აბიდე ცოტა შეერთებოდი აი ინფორმალობის გათვალისწინებას ნიშნავს რომ უნდა იყოს ინფორმაცია გასაგებია გათვალისწინება მე ვარ ბოლოს თომასე მაინტერესად ბოლოს როცა დაიწყეთ თქვენ მსჯელობა იმაზე რომ სამინისტრო სჭირდება ბუფეტი და უნდა გაკეთდეს ეს ჩემთვის ანუ არჩევანის თავისუფლება უნდა უწევს შეიძლება მე ეს თემა გავხადოთ ჩემი დღის თემა და არა ის რომ თავის თავისუფლება გამოვიდეს და მithas რომ სამიწელო 27 საკითხი 27-დან ეს იყო თავად და ანუ არჩევანის თავისუფლებას მე მივიდი პრესასულიერ ხოლმე საკითხებიდან ძალიან ბევრი ვისწორ, მაგრამ აი დაახლოებით 5-ჯერ მეტი არიან ჟურნალისტები ვიდეოს დავლობა. იქ იმ სიტუაციაში რატო არ ეფუძნებოდეს 4 ხوار მინისტრი, ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ძალიან თემატურად რა თემაც არის. მაგრამ ეს არის შეგვიძლია და დაახლოებით თავისთავად ო დაახლოებით 3-ჯერ 4-ჯერ მეტი მინისტრი ვიდეოს. დაახლოებით მე ხოლმე მახსოვს, მაგრამ თქე ვიცი რომ ყველას აქვს სულ შეგვიძლია შეიძლება ასე კითხები მარტივი და არის მე რა შემეკითხე მე უხარეს არ მოშიბლემეთია შემეკითხე მოგატყვე მაგრამ ეს როგორ იყო ეს სიუჟეტისა არც გამიგელა საუბარი მე კიდე გულიქდი მადლობა აი ასე და ну რაღაცია შეიძლება რომ ბალანს მოისა ვარი დაიცალა დარბაზი, მაგრამ მაინც მინდა აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა, რადგან პრობლემები მათთან პრემიერს სამხელეც იყო, მოკლედ რო გითხრას ესე იგი თქვენ როგორც სამთავრობო ჩემი მთავრობის წარმომადგენელმა არ ყოფილა დღეს შეავჩნიეთ რომ ესე აღმოჩნდა რომ მოვიდა თავრობიდან, მაგრამ ეს მიუთითებს იმაზე რომ პრესასთან ურთიერთობა არ არის აუცილებელი, მხოლოდ პრესამსახურის შუამავლობით და ყველა თქვენთანაც მოგიწოდებთ რომ თუ კი რაიმე ნებისმიერი პრობლემაც იქნება თან კომენტარში შეგვიძლია უშუალოდ დაუკავშირდეთ ნებისმიერი დეპარტამენტის ხელმძღვანელი იქნება თუ აპარატის უფროსი, თუ კი საკითხი იქნება, რა თქმა უნდა, თუ კი პრობლემა გექნება მე ჟურნალისტებს ბევრს დაურიგე ნომრები, ჩავაწერე ნომრები, რომლებსაც შეგვიძლია ძალიან მარტივად თქვენი პრობლემა დარეგოთ და გაამტკიცოთ. ჩვენი პრობლემაა, რომ მე ადამიანი მუშაობს პრესამსახურში.
საკადრო საკითხებზე მე საკადრო საკითხებზე არ ვსჯელობ. ამ წუთას მე ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ პრესსამსახური არ უნდა იყოს ბარიერი საზოგადოებასთან ურთიერთობის. პირველი რაც ყველაზე მთავარი არის საზოგადოებასთან ურთიერთობა არის პირველ რიგში ჩვენი ინტერესის სფერო და ამიტომ თუ კი ისეთი ფონი აღმოჩნდა და ისეთი რეალობა არის დღეს რომ შეიძლება ზოგიერთ ადამიანს რაღაც ვერ გააცნობიერა ამდენად საინტერესო თვარი დაუშვათ მთავრობის ხდომები და ამდენად დიდი ყურადღება პრესისგან მე არც გამიგია რომ ადრე ამდენი რამე ხდებოდა. ეხლა ხდება. მიხარია რომ საზოგადოებას აინტერესებთ თქვენ ამ მთავრობის ხდომები. ეს ძალიან კარგია. მაგრამ თუ კი რაღაც დაუშვათ პრეს-რელიზთან დაკავშირებით, ხო დატო, მეგონი ვისაუბრეთ კიდეც, მე არ მინახია თქვენი პრეს-რელიზი, ანუ რა გირიგდებათ, მაგრამ რატომ დავინტერესდი, მე აუცილებლად ჩავეკითხები და დავსვამ საკითხს, უფრო ვრცელი იყოს დაუშვათ სხვადასხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია. იქნებ საერთოდ უგემური თემები იყოს თქვენთვის და აღარ მოგიწევთ ლოდინი ან ის შეწუხება, ის შენობაც არ არის ინტენსიურად მორგებული ამ ხალხრავალ მედიაზე რა. კიდე რა მინდოდა მეთქვა. ანუ ნებისმიერი პრობლემა რომელიც გექნება აუცილებლად მომნები გამოგიგზავნე პრესსამსახურის დღემდე არ ვიცი დედას კუმრობის გარეშე მართლა მესმის თქვენი შენიშვნა თვითონ მასაც ვეთქვი რომ აუცილებლად ყველას დაურეკოს ზოგიერთების საგადო Facebook-ითაც ვარსად დავასახელებ მეც უამრავი ადამიანის საგადოს Facebook-ით მე აღარ სარგებლობ ამ ბოლოს. კი, სარგებლობ. აღარ ჩავა. თქვენ მაგას ძინა ამას რო სარგებლობთ. მოკლედ ეს არის ჩემი შეხედულება ნებისმიერი ურთიერთობა შეგიძლიათ პირდაპირ აწარმოოთ. თუმცა თუ კი იქნება ისეთი თემა რომელიც საჭიროებს დამატებით ინფორმაციის პირდაპირ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა. ანამედარია. უფრო კომპეტენტური ეცვიდა შეიძლება. უბაიგან და მეცვირდი რა იგულისხმება. ამ ქალაქში არის სამი ცხელი წერტილი. ეს არის საკრებულო უმაღლესი საბჭო და მთავრობა. სადაც ქალაქის და არა მარტო ქალაქის რეგიონის საკითხები წყდება. თუ ჩვენ ჟურნალისტები ამ სამ ცხელ წერტილში არ ვიქნებით და საზოგადოებას ვერ მივაწვით ინფორმაციას, თქვენი მუშაობაც ვფიქრობ არ მიდევს თქვა, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ამიტომ ეს მთავრობა იქნება უმაღლესი საბჭოთა საკრებულო, სადაც არც აქამდე და არც წინა მთავრობის დროს არ ყოფილა პრობლემა. მოგვეცით საშუალება ვიმუშაოთ. ამით თქვენც იხეირებთ და ჩვენც ვიხეირებთ და საზოგადოებაც იხეირებს. რაც შეეხება იმას, ჩემს ინციდენტთან დაკავშირებით, არ ვიცი ინციდენტი რატო ვთქვი. არ მინდა ამას ინციდენტი დავარქვა. ამის შესახებ ყველაფერი იცი, ალბათ უნდა საკმაოდ სამწუხაროდ წავიდა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. აპელირება იმის შესახებ, რომ ჩემმა კითხვამ გამოიწვია ბატონი ალთანდილის გაღიზიანება, ვფიქრობ, რომ არასწორია. რადგან მე 2 წელია ვმუშაობ, ძალიან ბევრი პოლიტიკოსისთვის და არა მარტო პოლიტიკოსისთვის გამისვამ შეკითხვა და ეს არ ყოფილა უხეში უზრდელური ან რაღაცა სხვა ფორმებით დასმული შეკითხვები. იმ დღესაც თუ კარგად მოისმენთ და თუ გაქვთ მოსმენილი, ალბათ გაიგონებდით ჩემს ხმას, რომ უკაცრავად ბატონო ავთანდილ თუ შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით დავსვამ შეკითხვას და ბოლოს ბოდიშიც კი ვთქვი, რომ თუ შეიძლება თუ გაცემთ პასუხს. ზუსტად პრესკონფერენციის მიმდინარეობის დროს წამოვიდა ეს აგრესია და რა აგრესიაც იყო ეს თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით. ჩემი თხოვნა კი არ იქნება ეს უბრალოდ ლამაზი არ იქნება არც პოლიტიკოსის მხრიდან და არც სხვა ვინმეს მხრიდან ჟურნალისტზე აგრესიის განხორციელება. მეც რა თქმა უნდა 2 წელია ამას ვცდილობ, რომ კომპეტენტური, ეთიკური და რაღაცა ჩარჩოებში კარგ ჩარჩოებში მოქცეული ვიყო და არა მგონია 2 წლის განმავლობაში ვინმეს ქონოდეს პრეტენზია და თუ ვინმეს აქვს პრეტენზია ჩემს გავრცელებულ ინფორმაციებზე, ხოდ მითხარით რა იყო, რომელი ინფორმაციაში თუ იყო. ან გაუზუსტებელი და ან არაკომპეტენტური ამბავი.
და იმედია რომ ეს ინციდენტი ამოიწურება, დასრულდება და გადაწყდება და მე ძალიან არ მსიამოვნებს ეს, იმიტომ რომ არ ვარ ინტრიგანი ადამიანი და ეს მე არ მაძლევს რაიმე პლუს არ მიწევს ეს ამბავი, არც ადამიანობის მხრით, არც პროფესიის მხრით და არც არც მხრით. რაც შეეხება ბატონი გიას რეპლიკას, ნამდვილად გეთანხმებით რომ უნდა მოგვეკითხათ თქვენი პოზიციაც, მაგრამ მე პირველივე დღეს ვიცოდი ამის შემდეგ თქვენი პოზიცია. ყველას პოზიცია ვიცოდი, ვინც გვერდით დამიდგა, ვინც არ დამიდგა და შემდგომ იგივე ენით განაგრძო საუბარი, რაც ბატონმა ორთანილმა, მე ვფიქრობ, ეს არავის ხელს არ მიცემს. მე კიდევ ერთხელ ვითარ კიდევ თუ თქვა. ბატონი გიორგი, აბასულებელი რესურსობრივი მე მეგობრები, ჩვენ მოვედით შემთხვევი ირაკის ვიტყვი 1 საათის წინ. თქვენ ნაგებდებოდა მე სომჩიკია, დასდებოდი ჟურნალისტები და ილაპარაკებდით ერთმანეთს. და რა მოკობა. ესე იგი, მამზე რამდენჯერმე აღინიშნა არ მოპირებ, მაგრამ მაინც თქვა, ჩემი პასუხი, ჩემი ისე რა ქვია, მან დედა პატიჟეს თქვა აი ეს აუდიტორია, ჩემი ის იყო ესეთი რომ არა, პირიქით დიდი მადლობა მოგწადებით, უბრალოდ იყო ესეთი ტენდენცია ბატონო, ყველა უწყების პრესამსახურში გავრეკე და არც დაიხა გურანდას შეუგნებოდი რომ მითხრა რომ ბატონი რეკრუტს ხარ და მე არა ვისაც ჩათვითქო საჭიროდ იქნება ბატონი რეკრუტი ვერ მოახერხო შაბათი დღეა მეორე შეხვედრები თქვენ ვისაც ჩათვით საჭიროდ იმას ვხართ და თქვენ რომ მოხვიდეთ იმიტომ რომ მეორე ჟურნალისტი ხშირად ჩივის იმაზე რომ პრობლემები აქვს პრესამსახურებთან ამიტომ პირველ რიგში დაურეკე და დაუპატიჟე პრესამსახურები და ყველა პრესამსახურს ვეუბნები რომ ვისაც ჩათვით თქვენის უწყებაში საჭიროდ თეასაც ველაპარაკე ქალბატონ მარინა კუპრეიშვილის ველაპარაკე ყველა უწყებაში მაგდან არ მოსულა თავობის პრესამსახურს ვერ დაურეკე იმიტომ რომ მართლა არ ვიცი ტელეფონის ნომერი ხუმრობის გარეშე და ამიტომ დაურეკე კობასთან ნაცია არ არის ამერიკაშია ნაცია ფეისბუქზე მიწერე და მითხრა რომ ამერიკაშია ამიტომ ყველა უწყების პრესამსახურს პირადად მე ველაპარაკე მივწერე მაგრამ პასუხი არ მოუწერია ამიტომ ტელეფონზე ვერ დაურეკე და ერთადერთი თავრობის წარმომადგენელი ყობა ვისაც ველაპარაკე დანარჩენი უბრალოდ გურანდას მადლობა რომ უთხრა ბატონი ირაკის და ჩაბადების დღეზე არ წავედი თქვენი აი ეს იყო უბრალოდ რამდენჯერმე აღნიშნე და ყველა დეპუტატისთვის არ მივიქცე რომ ჩამომენეკა თქვა ქალბატონ მარინას თქვა რომ იქნებ თქვენ უზრუნველყოფდა თქვენ იმიტომ რომ სხვა დროს მე შემთხვევაში მე არ ვიფიქრია რომ ამ მინისტრია რომ ადგილები გამოსულიყვნენ ამ შეხვედრაზე რადგანაც ეხებოდა პრესას, ჟურნალისტებს და პრესამსახურებთან ურთიერთობას ამიტომ აბსოლუტურია რომ ისინი უნდა მოსულიყვნენ თუმცა იცოდნენ რომ მე წამოვედი ახლა მე მინდა კიდე ერთ საკითხი შევეძლო ირინამ შაბათ-კვირასთან დაკავშირებით აღნიშნა ჩვენ შემთხვევაში მინისტრთა მოადგილეები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები ხშირად მუშაობენ შაბათ-კვირასაც და თუ რამე მეკითხება კითხვა ის შაბათ-კვირა იქნება ამის თარიღი და ასე შემდეგ ჯობია დავიკავშირდეთ მაინც გადაუმოწმებელი ინფორმაცია რო არ გავიდეს ან სატელეფონო კომენტარი იქნება შესაძლებელი და ასე შემდეგ არა ხო კი არა კი არა არა ამან არ უნდა შექმნას კომპლექსი თუნდაც ის რომ ჟურნალისტმა ვაიმე ვერ დაურეკა რომ რაღაცა შაბათ-კვირა არ თქვა შაბათ-კვირა ჯობია იყოს ის ერთი ზარიც პრესამსახურთან ან მინისტრთან მოადგილესთან და ვიცოდეთ ჩვენს რა გადის ეთერში და რაზე ვარ პასუხი შეიძლება გაცას მოვედი ახლა და პირველი მოგობა აი ეს პრობლემაა და შეგვიძლია და მაგ გამწევდა თავრობის პრესამსახურები რომ ყველაზე მთავარი პრობლემა მოხდა გამოჩნდა მეც ნათიასაც და რამდენიმე ჟურნალისტსაც ის იყო რომ არ ქონდა ინფორმაცია თავრობის სამსახურის თურქეთში ვიზიტის შესახებ ეს ერთი და მოვითხოვოთ ეს ინფორმაცია დაწვრილებით მაგრამ პრესამსახურები გამოჩნდა საერთაშორისო ამიტომ იყო კობას იმას ევალება ეს და პრესამსახურთან ურთიერთობაც მის მოვალეობაში და ინტერესში შეგვიძლია მომავალში ინფორმაცია მაინც მოგვეწევს პრესამსახურს მე მგონი სხვა ისედაც არ აღარია ნებისმიერი საშუალება და ინფორმაცია
ეხლა იმედის საშუალებით მივიღე ძალიან მრავალი ინფორმაცია, მაგრამ ტელევიზიას უცხოა რაც რადიოა, რაც გაზეთაა, რაც სააგენტოა, მივიღება კადრი, სინქრონი და ასე შემდეგ. ერთი მასალა და ერთი წუთი შეიძლება იასო ფინანსთა სამინისტროში არის ძალიან დიდი პრობლემა ამ სიტუაციის მიღების თვალსაზრისით. იმიტომ რომ თუ სიტყვიერ კომენტარს მოვცემენ ფინანსთა სამინისტროს საკმარისი და არჭირდება ამ სიტყვიერი და არც კადრი. არ ვიცი ვინ არის აწუხებს ამის განსაზღვრელი ფინანსთა სამინისტროში, მაგრამ რა თქვენ გაინტერესებს ის სფერო შეგიძლიათ შეაფასოთ. გამერწმუნდეთ ხელოვნური მთავრობა უფრო დინამიური იქნება. ეს გასაგებია ეს დავამატებ უბრალოდ კომენტს აღნიშნა და ან მედიის ესაცახრობის ნამდვილად გაუმჯობესებულია და ეს ფაქტია და უფრო სწრაფად ვახერხებთ ხოლმე საფასურო განცხადებების მიღებას, თუმცა არის ხშირად პრობლემების სიტუაციიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ თქვათ საჯარო მოხელის გამჭირდება უშუალოდ ინფორმაცია და პრესამსახურიდან ყოფა აღნიშნა რომ ბარიერია თითქოს შექმნილი პრესამსახურს თუ არ დაუკავშირდეს საჯარო მოხელეებს ისე ვერ უკავშირდები. არის მომენტები, როცა გვინდა ხოლმე და არის რამდენიმე საჯარო მოხელე, მაგალითად ამ შემთხვევაში ბატონი ირაკლი ესწრება კიდევ შეხვედრა და იქ ბატონი ირაკლის მაგალითზე ვიტყვი. არ მახსოვს ფაქტი, რომ რაიზესი დამერეკოს და აი პრესამსახურს დაუკავშირდი გადაგვამზადეს. ეს არის ძალიან კარგი ტონი ჩემი აზრით და კარგი მაგალითი სხვებისთვის საჯარო მოხელეებისთვის და რამდენიმე არის დღეს. მე აღნიშნავ და ალბათ თქვენც. ირინა ეთქვის უკაცრავად არ მინდა საბოლოოდ ჟურნალისტებმა ისე გაიგოთ, რომ თითქოს შავადგვირას არ დაგვიკავშირდეთ ეს თქვი. რა თქმა უნდა დაგვიკავშირდეთ, უბრალოდ თუ საშუალება იქიდან გამომდინარე, რომ მერის სტრუქტურული ერთეულები არის ბევრი და სხვადასხვა მიმართულებით არის სამუშაოები და რაღაც 14 სხვადასხვა სამსახური და უწყება, აქედან გამომდინარე, რომ პასუხის და პოზიციის გარეშე არ დარჩეს კონკრეტული საკითხი, თუ არის იმის საშუალება, რომ წინადღით შევთანხმდეთ შაბათ-კვირას და გამოსასვლელს რაც ეხება, სასურველია ორივე მხარისთვის. ის რომ არ უმუშაობთ ან დაგვიკავშირდეთ და არ გიპასუხებთ, ეს არც განიხილება. სირა რეპლიკას ვიტყვი იმასთან დაკავშირებით, რომ პრესამსახურს აქვს თავისი როლი და ჩვენ ჟურნალისტებმა არ უნდა დაუკარგოთ ეს როლი. როცა არის საშუალება, რომ პრესამსახურს დაურეკონ და მას შეგითანხმოს კომპეტენტური თანამდებობის პირი, ეს მირჩევნია, იმიტომ არის პრესამსახური, რომ აკეთოს თავისი საქმე. მაგრამ როდესაც ვერ ურთიერთობ პრესამსახურთან ამ შემთხვევაში გადადიხარ უშუალოდ იმ პოლიტიკოსთან, ვისი თუნდაც სატელეფონო კომენტარის მოპოვება შეძლებს. ამიტომაც ზოგიერთ პრესამსახურთან მე პირადად მიჭირდა ურთიერთობა და ზოგიერთთან ეხლაც მიჭირს, ეს არ მაქვს არაფერი დასამალი აქ. ზოგიერთი აი საკრებულოს პრესამსახურზე და ჯანდაცვის პრესამსახურზე ეხლა აქ არიან და იმიტომ არ ვამბობ, მაგრამ არასდროს არ მქონია მე შეგავტოლება არც ადრე და არც ეხლა. ამიტომ ერთ რამეს ვიტყვი, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ ჩვენ ინტერესში ბადოთ არის, უფრო შედის საზოგადოებასთან ურთიერთობის სწორად წარმართვა, ვიდრე თქვენ ინტერესში ჩვენი კრიტიკის ობიექტად მოხდა. ამიტომ თუ კი თქვენ გაქვთ რაიმე ხარვეზი, ძალიან ხოთ კომუნიკაცია გქონდეთ არა მარტო პრესამსახურთან, არამედ მათ ზემდომებთან. აი ეს იქნება ესეთი დიდი მადლობა რომ მოგზავნით განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს, რომლებიც თურმე არ იყვნენ ინფორმირებულები. რაღაცა განსაკუთრებით დიდი მადლობა იმას საკითხში, რომ ამდენი ხალხი წარმოიქმნა. ამ განაცხადებ ამით, რომ მე კავშირებია მე საზოგადოებრივ სამსახურს მეუნიკო ვირეკავს ამათვე ტელევიზიაზე ლაპარაკობენ სახელმწიფო NGO-ზე. თორემ მე ვიგებულობ რა თემაზეა საუბარი. მე რეკომენდაციას ვუწევ მოადგილეს. ეხლა თქვენ ამჟამად პოლიტიკურ სტრუქტურაზე თქვენ პოლიტიკური შეფასებები და მობილიზაცია არის. მე ვფიქრობ, რომ თუ კი არის თემა კონკრეტული, აბსოლუტურად პროპრიანია უპასუხოს იმ ადამიანმა, ან ინტერვიუს იმ ადამიანმა, ვინც უყურებს მიმართულებას. მე
მგონია საწყენი რომ დაჭეს. არ მე კიდე მომენტს შემთხვევით საღები აქვს უფრო იმიტომ რომ მინისტრი შეიძლება არ იცოდეს მათი რაღაც ბიუჯეტი ან ეს ვიდრე ვთქვათ, ყველაფერი არ შეიძლება იცოდეს და იმიტომ ყავს მოადგილეები რომ რაღაც სფერე დიდი მოგზანებისთვის იმედი გვაქვს რომ შემდგომ ჩვენი შეხვედრა უფრო პოზიტიური იქნება იმ ხორცას რომ ჟურნალისტები ვიწყოთ რომ გაცილებით უფრო კარგ გარემოში ვიძოთ საქმიანობა ვიდრე ეხლა ასე წარმატებებს გისურვებთ ყველას